წარმოიდგინეთ ასეთი რამ, ერთ დღეს იღვიძებთ და აღარ არსებობს მთავრობა, კანონი, სასამართლო, პოლიცია და ყველაფრის უფლება გაქვთ. ერთი შეხედვით ჟღერს როგორც იდეალური, აბსოლუტური თავისუფლება, თუმცა თქვენს მეზობელსაც ზუსტად იდენტური თავისუფლება აქვს. მას აქვს უფლება და შესაძლებლობა, რადგან თქვენზე ძლიერია, რომ მოვიდეს და წაგართვათ ის, რაც თქვენ გეკუთვნით. სწორედ ამიტომ ადამიანები, კაცობრიობა განვითარების რაღაც ეტაპზე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გადარჩენისთვის სჭირდებოდა გარკვეულ წესებზე შეთანხმება და დადო ისეთი უხილავი ხელშეკრულება, რომელსაც ქვია სოციალური კონტრაქტი და შექმნა ისეთი ინსტიტუტი, რომელსაც დავარქვით სახელმწიფო. მოგესალმებით, მე ვარ მაგდა მამუკაშვილი და ეს არის ახალი პოდკასტი, სამართლიანი პოდკასტი, ახალ YouTube არხზე მოქალაქე და ჩვენ ამ სივრცეში შევძლებთ გავარკვიოთ თუ რისი უფლება აქვს მოქალაქეს, რა არის ის საზღვარი, რისი გადაკვეთის უფლებაც, თქვათ, არ აქვს სახელმწიფოს, ანუ რა დავთმეთ და რა მივიღეთ სახელმწიფოსგან და როგორ შეგვიძლია რიგითი მაცხოვრებლისგან ვიქცეთ სახელმწიფოს მესაკუთრეებად. ჩვენი პოდკასტის პირველი საკითხი არის სოციალური კონტრაქტი და ამ თემაზე სასაუბროთ. ჩვენთან არის ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე, რომელიც ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტთან ერთად სწავლობდა ლუქსემბურგში, პრაღასა და ბოხუმში. ის ასევე კითხულობდა ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და სამხატვრო აკადემიაში და ამჟამად ასწავლის ისტორიას ამერიკულ აკადემიაში. რამე ხომ არ შემეშალა ლევან? გისმენთ და კონსერვატორიაში ვასწავლე ერთი პერიოდი მეტი არ. ძალიან კარგი. კარგით, მაშინ დავიწყოთ ჩვენი პირველი კითხვით. აი რა არის ის მთავარი ინსტინქტი და საფრთხე, რაც აი ამ ბუნებითი მდგომარეობიდან, რაზეც ვისაუბრე, რომ ყველაფრის უფლება ჰქონდა და ყველას წინააღმდეგ იყო, რომ გვაიძულა, აი რამ გვაიძულა, რა ინსტინქტმა გვაიძულა ადამიანები, რომ ჩვენინებით, ჩვენი თავისუფლების ნაწილი დაგვეთმო და გადაგვეცა ის სახელმწიფოსთვის. ანუ შეგვექმნა სახელმწიფო. ხო, პირველ რიგში როცა ამ სოციალურ კონტრაქტზე ვსაუბრობთ, უნდა ვახსენოთ თომას ჰობსი, რომელიც ეკუთვნის ეს ამ კონცეფციის შემუშავება მის ლევიათანში, რომელიც ზუსტად სახელმწიფოს წარმოქმნას და მის უფრო დაფუძნებას ეხება და არავითარ შემთხვევაში არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ რაღაც ისტორიულ სახელმწიფოს ფორმაციაზე ვსაუბრობთ, არის სუფთა რაღაცა სააზროვნო მაგალითი ან რაღაცა სიტუაციის წარმოდგენა იმისთვის, რომ რაღაცნაირად შექმნას საფუძველი სახელმწიფოს შესახებ მსჯელობისათვის. ანუ ახლა ისტორიულად სახელმწიფო როგორ შეიქმნა, სხვადასხვა წყარო აქვს და სხვადასხვა ჰიპოთეზა არსებობს, მაგალითად, არ ვიცი, თანამედროვე რა, მაგრამ ყოველთვის ესე რაღაც ძალაუფლების განაწილება, პლუს შრომის დანაწილება, ეს ყველაფერი უკავშირდება რაღაცა ნეოლითურ რევოლუციას, როდესაც ადამიანმა დაიწყო მიწათმოქმედება და რაღაც irrigatsiო სისტემების გაყვანა გახდა შესაძლებელი და საჭირო და ამასთან ვიღაცებმა რაღაც ფუნქციები აიღეს საკუთარ თავზე, მენეჯერის ფუნქცია, იმიტომ რომ ვიღაცა ეს უნდა გაეკეთებინა და ითვლება რომ ნელ-ნელა რაღაცა კლასები ჩამოყალიბდა, ხო, იმიტომ რომ სხვა მიწაზე შრომობდა, ეს მენეჯერი იყო, მე სხვა რაღაცებიც ანდეს და ამ მენეჯერმა წარმოქმნა ის, რასაც თქვა გვიან მე ბელაც მეფეს ან რაღაცას უწოდებთ, ხო? ჰობსი ანუ გარკვეული ურთიერთობის მენეჯმენტმა წარმოქმნა საფუძველი. ხო, ეგეთი ვერსია არსებობს, ანუ ის წარმოდგენა ჰობსაც აქვს, მას არ სჭირდებოდა სახელმწიფოს წარმომავლობის შესახებ მსჯელობა, მას სჭირდებოდა სახელმწიფოს ხელისუფლების ლეგიტიმაციის შესახებ მსჯელობა და სწორედ ამიტომ წარმოიდგინა და მკითხველს წარმოადგენა სიტუაცია, სადაც სახელმწიფო არ არსებობს და ამას დაარქვა ის ბუნებითი მდგომარეობა. შემდეგ მისივე აღწერით ეს ბუნებითი მდგომარეობა არის ყველაზე ისეთ ფრაზა არის მისი, რომ ეს არის ომი ყველას წინააღმდეგ, როგორც ბრძანეთ, იქ არ არსებობს არავინ, ვინც შეაჩერებს სხვას და არ არსებობს პარტნიორიც კი, იმიტომ რომ ახლა როგორც თქვით, შეიძლება ვიღაცა ძლიერი იყოს, რაღაცა მოიპოვოს, მაგრამ ეს დროებითია. ვინაიდან სხვა შეიძლება უფრო ჭკვიანი იყოს და გაერთიანდეს სხვასთან, ანუ სუსტები გაერთიანდნენ და ის ძლიერ ჩამოაგდონ. მაგრამ ამათი კოალიციას დროებითია, იმიტომ რომ ომი ყველას წინააღმდეგ არის. ეს კოალიცია არნიშნავს, რომ ჩვენ მეგობრები ვართ, რა. ამიტომ როგორც კი თქვა ძლიერს მოვიშორებთ, ისევ წავა დაპირისპირება ამ სხვადასხვა აქტორებს შორის. და მისი წარმოდგენით ეს ბუნებითი მდგომარეობა არის ზუსტად ისეთი სიტუაცია, სადაც ადამიანი არის თავისუფალი, თანასწორი და ზუსტად ამ თავისუფლებაშია თანასწორი, ანუ ყველაფრის გაკეთება შეუძლია. და არ არსებობს არაფერი, რაც მას შებოჭავდა, თუმცა არსებობს რაღაც ბუნებითი კანონებიც,
მაგალითად თვითგადარჩენა, გონიერება არის ადამიანისთვის დამახასიათებელი რამ და მან ამ ბუნებით მდგომარეობაში უკვე ჰობსი ამბობს, რომ ეს ვითარება იმდენად აუტანელი ხდება სხვისთვის და ეს შიში, რომელიც მუდამ არსებობს და ძალიან საინტერესო აღწერა აქ ამ ბუნებით მდგომარეობის, რომ მაგრამ მე შეიძლება კანზე ვისაუბროთ ის უკეთესი იქნებოდა მაგალითი აქვს ომის არარსებობა თქვა ბუნებით მდგომარეობაში არ ნიშნავს რომ ომი არ არის არამედ რო შევადაროთ აი ცუდა ამინდს მაგალითად ხო ანუ შეიძლება ეხლა არ წვიმდეს მაგრამ ყველამ ვიცით რომ ამინდი განწყობილია იმისთვის რომ იწვიმოს ამიტომ როდის გაწვიმდება არ ვიცით შესაბამისად ჩვენ ვერ ვამბობთ რომ ეს კარგი ამინდია ანუ ომი თუ არ არსებობს კონკრეტულად ეხლა ამ მომენტში არ ნიშნავს რომ მშვიდობა არის უბრალოდ ეხლა არ არის მწვავე ფაზა და ეს დაძაბულობა რომელთაც გამჭვალული არის მთელი საზოგადოება უბრალოდ აუტანელს ხდის საქმეებს ხო როგორ აბსოლუტურად ხო ანუ ისევ ამბობ ანუ შეიძლება რაღაცა დონეზე შემოისაზღვრო და თქვა რომ მე პრობლემა არ მაქვს დაცული ვარ მაგრამ ზუსტად ის რომ შენ ყოველთვის დაძაბული ხარ რაღაც ეტაპზე გაფიქრებინებს და ესეც ვინაიდან ადამიანი რაციონალური არსებაა რომ თუ ვინმე იტყვის რომ ხომ არა ჯობია რომ გამოვიდეთ ამ ბუნებითი მდგომარეობიდან შენ როგორც ადამიანი ვალდებული ხარ ამას დათანხმდე იმიტომ რომ ესე ჯობია შენთვისაც კი ერთი კითხვა მაქვს აქ ყველაზე ესეთი შოკის მომგვრელი რა ამბავიც არის ანუ ბუნებით მდგომარეობაში ადამიანს შეგიძლია რომ ადამიანი მოკლა ხო თუ ეს ამის უფლება ესე რომ თქვა ბუნებით მდგომარეობაში გაქვს რადგან შენს ინტერესებს ესე აწყობს ოღონდ თანასწორობა რადგანაც ყველასთვის არის გარანტირებული სხვასაც შეუძლია რომ შენ მოკლა ანუ საქართველოში მაგალითად ამ კანონის მიმართ დამოკიდებულება ყოველთვის ისეთი არის ხოლმე რომ ვინც არ ღვევს ნუ ყველაზე ხშირად ავტოსაგზაო იმის დროს ხო ტარების დროს რო ეუბნები რომ აი რატო არ ღვევ ხო ხედავ რომ თქვა რიგში ვიდექით გადახვედი ან ხშირად მოსწავლეებიც მათ შორის ყოველთვის არგუმენტი არის ხოლმე რომ თუ გინდა შენს დაარღვი მაგრამ ეს იტყუებიან იმიტომ რომ სინამდვილეში მათ არ უნდათ რომ ეს დავარღვიო იმიტომ რომ როგორც კი მეც დავარღვე უკვე მე მის სიგნალს მიწყებს რომ გაიწიე გამატარე შენც უნდა დაგირობიო ხო უბრალოდ მათ გონიათ და ისინი აძლევენ საკუთარ თავს უფლებას და იმიტომ რომ სარგებლობენ წესრიგით და რო თქვან რომ მე გავალ ბუნებით მდგომარეობიდან იმას ავიღებ რაც არ მეკუთვნის რაღაცა უფლებას მაგალითად ურიგოთ სიარულის უფლებას მაგრამ მე არ მაქვს პრეტენზია რომ შენც ეს გააკეთო იმიტომ რომ ზუსტად იციან რომ კანონმორჩილი მოქალაქე უფრო მეტი არის ვიდრე თავად არიან და რომლებიც არღვევენ კანონს და ამიტომ შეუძლიათ რომ რაღაც გამონაკლის სახით ისარგებლონ ამ დროებით უფლებით დაბრუნებით და მაგრამ რეალურად თუ ჰობსის მიხედვით წარმოვადგენთ ამ სიტუაციას უკვე თვითონაც დაიჩაგრებიან ამიტომ ეს როცა ვამბობთ რომ ადამიანს აქვს ვიღაცის მოკლის უფლება კი ბატონო ეს მის უფლება შეიძლება იყოს მაგრამ დაუცველობა არის ის საფასური რასაც იღებ იმიტომ რომ ნებისმიერ ადამიანს ვერ ეტყვი რომ აი შენ არა გაქვს ჩემი მოკლის უფლება იმიტომ რომ ყველას წინააღმდეგ მან უკვე ვინც უფრო ძლიერია ის წვეთს ხო კი ბატონო. აი ეს კონტრაქტის პირობები რა არის რო წარმოვისახოთ. ეს ხო არის ყველაფერი აბსტრაქტული რა. ეს ხო რეალურად არსებობს არ დამსხდარო არც და არ მოგვიწერია ხელი რომ აი სახელმწიფო ეს არის და ასე შემდეგ ან ბუნებრივად ვიბადებით და სახელმწიფოში ვიბადებით და ამ წესრიგს ვექვემდებარებით. აი მაინც ეს აბსტრაქტული პირობები რა არის სახელმწიფოსთან ჩვენი მოქალაქის მარტივ ენაზე რომ თქვა კონკრეტულად რა დავთმეთ ჩვენ და ამ კონტრაქტით რა მივიღეთ, რა ვალდებულება აიღო სახელმწიფომ ჩვენს წინაშე. აქ უკვე მეორე ავტორი უნდა ვახსენოთ, ჯონ ლოკი, რომელიც განავრცობს ბუნებით მდგომარეობის კონცეფციას და საზოგადოებრივი ხელშეკრულების კონცეფციას და აყალიბებს იმ ფორმით, რომელიც უკვე დღეს ლიბერალური წესრიგისთვის არის საფუძველი, ხო? ანუ ლოკი ითვლება და არა ჰობსი, თუმცა ჰობსის რევოლუციონერობა იმაში მდგომარეობდა, რომ მან შეცვალა წარმოდგენა სახელმწიფოს შესახებ, როგორც ისეთი ინსტიტუცია, რომელსაც ზურგს უმაგრებს ღმერთი, იმიტომ რომ თქვათ მონარქიისთვის იქ არის ხო განსაზღვრელი რომ იმ მოკითხულს რატომ მართავს ეს პასუხი არის რომ ღმერთმა ესე ინება ეკუთვნით რა რაღაც ბაგრატიონებს რომ გმართონ მაგრამ ჰობსი ამას ცვლის და თანამედროვეობაში შემოაქვს უკვე ხალხი როგორც სუვერენი ან რომელიც ის ვინც წვეთს ვინ უნდა იყოს მართველი და წვეთს იმიტომ რომ ესე ჯობია მისთვის ერთი ნიუანსი არის აქ განსხვავების თვალსაზრისით იმიტომ რომ ახლა უფლებებზე ან რაღაც კონტრაქტის პირობებზე როცა ვსაუბრობთ ჰობსთან შენ მოყველაფერს ან ყველა უფლებას და არ არსებობს ის, რასაც თქვათ, ის ვისაც გადაეციეს უფლებები, რამეს აკეთებდეს და შენ ამის გამო გქონდეს უფლება, რომ ის ჩამოაგდო.
და ძალიან პრინციპში აბსოლუტიზმის მომხრე არის ჰობსი და ეს უფლებების დათმობაც საინტერესო რამე როგორ შეიძლება უფლება დათმო ხო ესეც კარგად უნდა იქნას გააზრებული ან ძალიან საცობი ვახსენე ხო მაგალითად ვინმეს დასჯის უფლება ხო ანუ ბუნებით მე მაქვს ანუ პირობითად შურისძიება არსებობს და ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ამდენად მორალური არის შურისძიება თქო ქრისტიანული პერსპექტივიდან მაგრამ ის რომ ჩვენ შური არ ვიძიოთ, მე ციხე არ გვექნებოდა, ხო? ან სასამართლო არ გვექნებოდა, ეს უნდა არსებობდეს, რომ ადამიანური იმპულსი არის, როცა დაგიზიანებენ რაღაცა ანაზღაურ. უბრალოდ ჩვენ შურს არ ვიძიებთ, ხო? ქუჩაში არ დავსდებთ ერთმანეთს ქვების სროლით, ამის უფლება გადავეცით სახელმწიფოს, ხო? ჩვენ იარაღს გარკვეულწილად ფაქტიურად ხშირად ბრუნდებიან ხოლმე ბუნების მდგომარეობის გავს მდგომარეობაში ჩვენ. ჩვენ არ ბრუნდებით და ეგ არის მაგით არის ლოკი კარგი და ვნახავთ მაგასაც აქ ვთქვათ ჰობსთან გადაცემული გაქვს ყველა უფლება, ხო? რაცაც სახელმწიფო შეიძლება დავარქვათ. და ისე როგორც თქვი, ვინაიდან შენ ყოველთვის გახსოვს, რომ უწესრიგობის, ანუ აი რაღაცა ბუნებითი მდგომარეობა ბევრად უფრო უარესია, ვიდრე მინიმალური წესრიგი, მაინც რომელშიც ვთქვათ მეფე, ან ის ვინც არის მმართველი, ფლობს ყველა დანარჩენ უფლებას, შენ მაინც ყოველთვის არჩევ ამ წესრიგს, ვიდრე იმ უსამართლობას. და აქ ფუნდამენტური განსხვავება ის არის, რომ სამართლიანობა ჰობსთან რთული წარმოსადგენია, იმიტომ რომ სამართლიანი არის, რომ სუვერენმა, ვთქვათ, მმართველმა აკეთოს ის, რაც უნდა რომ აკეთოს, იმიტომ რომ შენ თვითონ გადაეცი ეს უფლებები. და უგუნური იქნებოდა რომ მოგეთხოვა უკან რაღაცნაირად, იმიტომ რომ რა ვიცი შეთანხმდით და ხა მას აქვს უფლება რომ გააკეთოს. ეხლა ჩვენ შემთხვევაში სტადიურად რომ თქვათ, პირობითად ხო, ჩვენ ბუნებით მდგომარეობასთან ყველაზე ახლოს მიახლოებული სიტუაცია არის სამოქალაქო ომი. ეხლა ვისაც ეს გამოვლილი აქვს და საქართველოს აქვს ხო, უახლოეს წარსულში, იქ უნდა გაიხსენოს აი შევარდნაძის ჩამოსვლა და აი იმ წესრიგზე დათანხმება, რა ფასი გადავიხადეთ ქართველებმა ამაში, ხო? ანუ იყო სრული უკონტროლობა, წარმოიდგინეთ, ხო, რაღაც ბანდები, შურისძიება, იქ მხოლოდ ძლიერები არ დადიოდნენ იარაღით, ხო? ანუ ყველა ადამიანი საკუთარ თავს რაღაცნაირად იცავდა. და სამწუხაროდ ეგ ვითარება იყო. და შევარდნაძე როცა დაბრუნდა სამართლიანობაზე, შევარდნაძის პერიოდში საუბარი არ იყო. ანუ აი მთავარი მმართველი რაღაცა ცნება არ იყო სამართლიანობა, რასაც ადამიანები მოვითხოვდით, ხო? ახლა სასამართლო თავის ნებაზე იყო მიშვებული, კორუფცია იყო ყველა სფეროში. მეორე ხარისხოვანი იყო, ხო, მოდი ვთქვათ, ყველაფერი მეორე ხარისხოვანი იყო, რაც სახელმწიფოზე შეიძლება მოგეთხოვა. ერთადერთი რასაც ვთხოვდით ხოლმე, ანუ პენსიასაც ვეღარ ვთხოვდით, ხო? იმიტომ რომ ყველა ვიცოდით, რომ ეგ არის რა, რასაც ვიღებთ 7 ლარი იყო, 8 ლარი. დღემდე ხა შევარდნაძის პერიოდს იხსენებენ როგორც იმ კუთხით კარგს, რომ დაასტაბილურაო, აი დაასტაბილურა. მისი კოდი იყო თვითონ მისი რიტორიკის მთავარი ხამათხოვა და შევარდნაძის ჰქონდა ზუსტად სტაბილურობა. ბრიფინგებზე იქნებოდა მის სიტყვებში ყოველთვის მაგაზე იყო საუბარი სტაბილურობა. ამის პაროდია იყო აი შალვა რამიშვილის ცნობილი სტაბილურობა, იმ კაცს რო აგინებს თუ გახსოვთ ეკლიპი და ის კაცი როგორც კი უნდა თავს დაესხას, ეუბნება რომ გაიხსენეთ 90-იანები სტაბილურობა და მშვიდობა, ხო, მაგასე. შესაბამისად ეს მოთხოვნა არ ქონდა, იმიტომ რომ ყოველთვის შევარდნაძის მმართველობა შეეძლო რეფერენსი გაეკეთებინა 90-იანებზე და ეთქვა რომ აი ის იმდენად ცუდი სიტუაცია ხო არ გინათ რომ იქ დავბრუნდეთ რა და მე ვარ ის უზრუნველყოფელი იმ წესრიგის მინიმალურის რომელიც არსებობს და ეს მაინც ჯობია იმას რაც იყო. და ხო იყო ხა მაგაში მართალი, მაგრამ ეგ იყო ფაქტიურად რაღაცა ტრიუკი იმ კუთხით რომ პრობლემა არ არის, ნახეთ, ჩვენ 2003-ის მერე რაც ვნახეთ, აღმოჩნდა რომ მეტი შეეძლო. უბრალოდ არც თავად და არც საზოგადოება მეც არ ითხოვდა, ანუ რაღაცნაირად თვითონ რახან დაასტაბილურა და კი გამოწვევებით ახსავსე იყო ის პერიოდი, მაგრამ ნახე 3-დან 7-მდე თუ შევძელით რეფორმების გატარება, მასაც წესნა შეძლებოდა, მაგრამ ის არ იყო აი ამ დაკვეთის შემსრულებელი პრეზიდენტი, მის მინიმალური დაკვეთა იყო სტაბილურობა და აი ბანდები აღარ არის, თუმცა გაიხსენეთ ხო, ანუ პოლიცია ფაქტობრივად იგივე საკეთებდა რასაც ბანდები 90-იანებში, უბრალოდ აი ჰობსიანური იმდენად არის, რამდენადაც აი მათ აიღეს ეს უფლება, ანუ რაღაცა ჯგუფებმა აიღეს, ანუ 90-იანებში უსახელმწიფოებრიობა იყო პირველ ნაწილში, ხო, და თქვა აი 95-დან კონსტიტუცია როცა დაიწერა და შევარდნაძე მის ძველი ლიდერები დააკავა და იარაღი ჩამოართვა მაგალითად ბანდ ფორმირებებს, ძალიან კარგი ვიდეო არის კულინარიელების იარაღის აყრის შესახებ, შეგიძლიათ ეგეც YouTube-ზე ნახოთ. მაშინ უკვე ვისაც დარჩა ეს იარაღი, იყო ზუსტად ის ხალხი, რომელიც იყო მმართველ პარტიაში, ხო? ანუ პარტიასთან დაახლოებული გუბერნატორები, პოლიციის უფროსები და ასე შემდეგ. მათ შეეძლოთ, ვთქვათ, ძალადობაც, მათ შეეძლოთ რაღაც გარიგებების კეთებაც და ყველა დანარჩენი ამბობდა, რომ კი ბატონო, იყოს ესე, იმიტომ რომ ამის შეცვლა და 90-იანები ერთ და იგივე იქნება. ანუ ეს დიდი
ტრამვა 90-იანების კარგად გამოყვა. ჰობსიც ინგლისის სამოქალაქო ომს უყურებს, როდესაც ამბობს, რომ ნებისმიერი რამ ჯობია სამოქალაქო ომს, ანუ ამას გვირჩევნია სტაბილურობა, ამიტომ აბსოლუტიზმი კარგი იქნებოდა, თუნდაც აბსოლუტიზმი იყოს და თუნდაც მეტის უფლება ჰქონდეს მას. ამიტომ ეს კონტრასტი არის რა, შეკითხვა, რომელიც ჰობს უნდა დაუსვათ არის, ზოგადად ამ თემაზე საუბრის დროს, რომელი უსწრებს რომელს წესრიგი არსებობს ჯერ და მერე სამართლიანობა თუ ჯერ რაღაც სამართლიანობის გაგება არსებობს და მერე მოდის წესრიგი. ჩვენ შემთხვევაში ხშირად და მათ შორის დღესაც ჰობსიანური ყველა სახელმწიფო გეუბნება, რომ წესრიგი უპირატესი არის ვიდრე სამართლიანობა, ხო? ანუ თქვათ ახლა ქართული ოცნების მმართველის ის რა წარმოიდგინოთ, ხო? მათი რიტორიკა რაც არის, რომ მშვიდობა და იმის იქით არაფერი აღარ არსებობს. არაფერი აღარც მოითხოვოთ. ანუ აბსოლუტურად, რა უფლებები არც აკეთებენ არა. ანუ იმაზეც არ არის საუბარი, რომ თქვათ რაღაცა უფლებების მხრივ არაფერს არ აკეთებენ. საერთოდ არაფერს არ აკეთებენ, რაც შეიძლება რომ მმართველისთვის იყოს მნიშვნელოვანი, ხო? ეს არ გავს რაღაცით ხა შევარდნაძის პერიოდს, აი სტაბილურობა მოგეცით და გაჩერდით რა, არ გექნებათ დენი, არ გექნებათ გაზი და ნუ არაფერი. მაგიტო არ არის შემთხვევით მაგალითად, რომ ისე ბნელ 90-იანებს ახსენებენ ხოლმე ხშირად რიტორიკაში და ძალიან საინტერესო რამ არის, მანდ აი როგორ ააწყეს რა ეს პროპაგანდა და აბსოლუტურად ჰობსიანური არის მაგაგებით რა, ხა არ შევადარებ მაგას შევარდნაძის პერიოდის სიტუაციას დღევანდელს, მაგრამ ნახეთ 90-იანებში მოხდა ძალიან სპეციფიური რამ. ანუ საბჭოთა კავშირი დაიშალა, ანუ ჩვენი ეკონომიკა, რომელიც გადაბმული იყო მთელ დიდ სისტემაზე ჩამოიშალა, მარტო ჩვენთან არა, მოგვიწია გარდაქმნის რაღაცა კატასტროფულ ველში შესვლა, პლუს სახელმწიფოების გამოცდილება 0, ომები, სამოქალაქო ომი, ანუ რაღაცა ის არის, ხო, კომბინაცია არის, რომელიც აფხაზეთის ომი, ხო, ახლა ცალ-ცალკე აღებული უკვე პრობლემა შეიძლება ყოფილიყო და გაკოტრება მოსახლეობის ყველაფერი ერთად. ხო, იმიტომაც რომ ეკონომიკა იყო, იმიტომ რომ დენზე ვიყავით სხვაზე დამოკიდებული და ასე შემდეგ. ანუ უბრალოდ არც ვიცოდით რა უნდა გვეკეთებინა როგორც სახელმწიფოს, ხო? წარმოდგენა შეიძლება გქონდა ამის. 90-იანებში დაბრუნება არ არსებობს ესეთი რაღაცა. მაგალითად, ქართული ოცნებას უყვარს, რომ ომი თუ იქნება დაბრუნებით 90-იანებში. ჩვენ ომი გქონდა უკვე რუსეთთან 2008-ში. 90-იანებში არ დაუბრუნებულა. შეიძლება ახლა ვიღაცამ თქვას, რომ ანუ რაღაცა თბილისი რო აიღო, ოკეი, თბილისი შეიძლება აიღო, მაგრამ ან დენი, წყალი, გაზი, ფული, ეგ რატო გაქრებოდა, ხო? ანუ ომი კატასტროფა არის, რა თქმა უნდა. მაგრამ ის რომ შენ საფრთხობელად აიღო 90-იანები და არა, თქვა, მოგვიანებით პერიოდი, რომელიც ჩვენ გადავიტანეთ პრინციპში, ხო? შეუძლებელია ეგეთი დაბრმავებული უნდა იყო, ისე ვიძახი რა, ომი არის კატასტროფა, მაგრამ შენ გაქვს ომის ორი გამოცდილება, ერთი იყო 90-იანებში, ერთი იყო 2000-იანებში. არა, პროპაგანდა უკვე იქამდე მივიდა, რომ თია წულუკიანის ნათქვამი თუ გახსოვთ, რომ აი ქვეყანა განვითარების რელსებიდან გადაიყვანა სააკაშვილმა და დაგღუპა უკვე მაგამარაზმამდეც მივიდა. ხო, ცალკე ხაზი აქვს მაგის რა, მაგრამ ომის შიშზე რო თქვა, ანუ არა მხოლოდ ძაბავენ იმას, რომ აი უკრაინას რაც დაემართება, ანუ ჩვენ რაც ისევ უფრო ძველ ტრამვას აღვივებენ, ვიდრე აგვისტოს ომი არის, იმიტომ რომ აგვისტოს ომში ჩვენ ვიბრძოლეთ 5 დღის განმავლობაში და არც ერთ ქართულს არ უნდა უბრუნდებოდეს ენა, რომ 3 დღეში ვინმე თბილისს აიღებს, როდესაც 5 დღიანი, ანუ მათემატიკურად სიგიჟი არის მაგის ლაპარაკი, 3 დღეს დაიყვანო, ისაც უკვე გამოცდილი გაქვს, რომ 5 დღე იბრძოდი, ხო? ანუ მინიმუმ საამაყო არის საქართველოსთვის 5 დღის განმავლობაში რუსეთში შეჩერება, ხო? ყველაფერს თავი დავანებოთ. მაგრამ ნუ აკიტომაც აკეთებენ ამას, აკიტომაც მიდიან 90-იანებში, რომ ის ქაოსი გაახსენონ ადამიანებს, რომელიც ბევრად უფრო ქაოსი იყო ვიდრე 2008-ში მაგალითად, სადაც მე ძალიან ბევრი წესრიგის ნიშანი შევნიშნე, მე როგორც თქვა, აგვისტოს ომში როგორც რეზერვისტი მონაწილეობდი, შემდეგ აქ წითელ ჯვართან ერთად მუშაობდი და საზოგადოება ფეხზე იდგა, ანუ საზოგადოება არ ჩამოშლილა, სახელმწიფო არ ჩამოშლილა. ამიტომ ეხლა ვარაუდი იმის, რომ თქვა რუსეთის რაღაცა ეხლა რომ რაღაც სიტუაცია აირიოს 90-იანებში და შუქი არ გვექნება, არის ტყუილი, ყველაფერს თავი დაანებ. ისევ ამბობ, ეს არ ამსუბუქებს იმ ფაქტს, რომ მიმძიმე იქნება, უბრალოდ პროპაგანდა როგორ იყენებს 90-იანებს მაგაზე საუბარი. ხო და შევარდნაძე კი იყენებდა ამას, მაგრამ რაღაც ეტაპზე შემდეგ უკვე ჩდება და საზოგადოებას უჩნდება პრეტენზია, თქვას რომ ჩვენ არ გვინდა აბსოლუტიზმი, ჩვენ არ გვინდა ხელშეუხებელი ხალხი, ჩვენ წესრიგი გავიგეთ, სტაბილურობა გავიგეთ, მაგრამ მოდი გავრისკავთ იმას, რომ ვცდით სამართლიანობის დამკვიდრებას. იმიტომ რომ ჩვენ მხოლოდ წესრიგი კი არ გვინდა, ჩვენ გვინდა წესრიგი, სადაც მეც ვიქნები დაცული, წესრიგი, რომელიც უფლებებზე დგას. და ეს არის უკვე ლოკის ფილოსოფია და რატო? იმიტომ რომ თუ ჰობს წარმოდგენილი აქვს ბუნებითი მდგომარეობა, როგორც ომი ყოველას წინააღმდეგ,
ლოკი ამბობს, რომ მე ესე არ უყურებ ადამიანს, რომ სახელმწიფო რომ მოაშალო ის აუცილებლად ბოროტი იქნება. აი წარმოვიდგინოთ ბუნებითი მდგომარეობა და მე ვფიქრობ, რომ ადამიანს აქვს ღვთის გამბოძებული რაღაც უფლებები, რაღაც კერძო საკუთრება, სიცოცხლე მაგალითად, რომლის ხელის ხლება არავის არ აქვს ამის უფლება. ანუ ადამიანმა ბუნებით მდგომარეობაში იცის, რომ ის არის სხვისი კერძო საკუთრება და როგორც კი ამას დაარღვევს, ის უნდა დაისაჯოს. და რახან ბუნებით მდგომარეობაში ვარ, დასჯის უფლებაც ყველას აქვს. ანუ გარკვეულ წესრიგს და გარკვეულ წესრიგის ჩარჩოს ბუნებითადვე ხო უფლებების თვალსაზრისით უფლებები გაქვს. აყალიბებს. კი. და ოღონდ მაშინ შეკითხვა ჩდება, რომ თუ ყველაფერი კარგად არის, რატო აფუძნებს მაინც სახელმწიფოს ლოკის მიხედვით, ხო? და ლოკი ამბობს, რომ ზუსტად იმიტომ, რომ შურისძიება ასევე უფლება მაქვს. უბრალოდ ადამიანი ვინაიდან ეს ბნება არის, შეიძლება მოერღვეს შურისძიების მაგალითად ზომები. აი, ვიღაცა მომპარა რაღაცა, ეს ჩემთვის ძვირფასი იყო და არ შემოვიფარგლე იმით, რომ ავანაზღაურებინე რა, რაღაც მოვაჭერე ხელი მაგალითად. და ეხლა ის ფიქრობს, რომ ეს ხელის მოჭრა ბევრად უფრო მძიმე სასჯელი იყო და მინუსში არის. ამიტომ ის მან უნდა იძიოს რაღაცნაირად შური. აი, სისხლის აღება რო წარმოიდგინოთ, ხო, სისხლის აღებას ხო წერტილი არასდროს არ დაესწრო. სანამ აი რაღაც თემი არ დაждდება და ხაძე არ დააფიცებს ვიღაცას. იმიტომ რომ თავად ოჯახები ყოველთვის ფიქრობენ, რომ მინუსში იყვნენ, იმიტომ რომ როგორ უნდა დააბალანსო იმათი მოკლული ბებია, შენი მოკლული ძმის. აი, შეკრჩა, აი რაღაც ესეთი თამაში რო ვერ შეირჩის, ხო, მაგას. და ზუსტად ამიტომ აი ეს მდგომარეობა, რომელიც ბუნებითად პრინციპში წესრიგი იყო, გადაიზრდება ომის მდგომარეობაში და ისევ მიდის ჰობსთან, ანუ აი მაგ შემთხვევაში უკვე ისევ ომი იწყება, ეგ ისევ ცუდი არის რა. და აი ეგ რო შეჩერდეს, მაგისტვის გჭირდება შენ სახელმწიფო, რომ არსებობდეს რაღაცა ინსტანცია, რომელსაც მიმართავ და რაღაცნაირად რაციონალურად გადაგიწყვიტავს, ვინ იყო, ამ თქვა რა სასჯელი ეკუთვნის სხვას. სახელმწიფოც ლოკს დაყავს ძალიან მარტივ რაღაცას, ხო, თავდაცვა მაგალითად ან კანონების მიღება პლუს თავდაცვა შიგნით და გარეთაც. ეგ უნდა გაკეთდეს რა, თქვა სასამართლო არის ის, რისთვისაც მიმჭირდება სახელმწიფო, თავდაცვა არის ის, რაც მე მარტო ვერ გავაკეთებ და აუცილებლად მჭირდება სახელმწიფო და რაღაც კანონები რომ მიიღოს იმისთვის, რომ აი ის მდგომარეობა, რომელიც მე ბუნებითად კარგი იყო, რაღაცნაირად შენარჩუნებული იყოს სახელმწიფო სიტუაციაშიც. და განსხვავებით ჰობსისგან, ლოკი რასაც ამბობს არის, რომ მე ამ უფლებებს უკვე იგივე უფლებებს, რასაც ჰობსთან გადასცემდა ადამიანი ვიღაცას, აქაც გადასცემს მმართველს, მაგრამ იმ დათქმით, რომ მმართველი თავად ექვემდებარება იგივე კანონებს. იმიტომ რომ ჰობსი ამბობს ეს რაღაცას, რომ თუ მე რაღაც უფლებები მივეცი სხვას და მან დაიწყო სხვა ჩემი უფლებების, რომელიც მე მისთვის არ მიმიცია, მათი გამოყენება, ის ფაქტიურად ჩემი ხელშეკრულების გარეთ გადის და ჩემთან მიმართებაში გადადის ომის მდგომარეობაში. და თუ ის ომის მდგომარეობაშია, მე რატო არ უნდა შევეწინააღმდეგო მას? შესაბამისად, როგორც კი მმართველი იწყებს თვითნებობას, ანუ წესების თამაშს არღვევს, მე მაქვს უფლება, რომ ის ჩამოვაგდო და ეს დაეფუძნა ბევრ სახელმწიფოში რევოლუციის უფლებას, ხო, რომ რაღაც საზოგადოება, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში დეკლარაციაში დამოუკიდებლობის ეგ არის საფუძვლად მოყვანილი, რომ რა ვიცი, ინგლისის მმართველობა არ ასრულებს თავის პირობებს, პირობები ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ ბედნიერებას მივაღწიოთ და შესაბამისად გვაქვს სრული უფლება, რომ გამოვაცხადოთ თავი დამოუკიდებლად. ეხლა აქ პირობითად, აი ეხლა ეს როგორ უნდა დავალაგოთ, ხო? ესეც შეკითხვა დავსვათ. მაგალითად ჩვენ შევთანხმდით ქართველები, რომ ჩვენ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება. ეს შეთანხმება იმდენად ბევრ ადამიანს უნდა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსულმა რაღაცა გუნდმა ეს დაწერა კონსტიტუციაში და თქვა, რომ ამ დოკუმენტში რაც წერია, ჩვენ ყველანი ვასრულებთ. მაგალითად მე როგორც მოქალაქემ, რომ არ ვიცი, დავწვა დროშა პირობითად, შეიძლება ამის გამო ევროკავშირის, ხო? დავისჭები, იმიტომ რომ მთავრობამ თქვა, რომ ეს არის ქართველი ერის ნება, ანუ უმრავლესობა უმცირესო მნიშვნელობა არა ქართველი ერის ნება, არის კონსტიტუციაში წერია, ეს არის ძირითადი კანონი. თან კონსტიტუცია ძირითადად საზღვრებს სახელმწიფოსთვის ადგენს. ხო და ეგ არის მთელი არსი, რომ სახელმწიფო, რომელიც ვალდებულია რაღაც გააკეთოს კონსტიტუციის მიხედვით, თავის შეიკრა ამ ვალდებულებით, რომელიც ქართულ ხალხთან ერთად გააფორმა საკონსტიტუციით. ეხლა უცებ წარმოიდგინეთ ჰიპოთეტური სიტუაცია, რომ მმართველობა აკეთებს ისეთ რამეს, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. და გეუბნება, რომ ესეა საჭირო. ნუ შეკითხვა უნდა დასვრო, პირველი თუ
აი ამ წესებზე რომლებიც ყველანი შეთანხმებული ვართ, რაღაცა ჯგუფი ვარს ამბობს, მე რატომ უნდა დავუქვემდებარო მას? და მეორე, თუ ეს გავატარე, საერთოდ რაღაც საჭირო არის კონსტიტუცია, ანუ სხვა მუხლს რატო არ დაარღვევს, ხო? მაგალითად, გამოხატვის თავისუფლებას, ან ვთქვათ, არ ვიცი, სიცოცხლის უფლებას, ხო? ანუ გეუბნება პირდაპირ ღიად, რომ მე ამას არ დავიცავ, იმიტომ რომ მე კონკრეტულად და არა ქართულ ხალხს და ისე კონსტიტუციას და ასე შემდეგ, მე ეს რაღაც არ მომწონს, ან მე როგორც გუნდს ეს დამაზიანებს, ამიტომ მე დავარღვევ. და შენთვის პრობლემური არის, იმიტომ ჩვენ აი ამ დარღვევის შემდეგ აბსოლუტურად ყველანი ვართ არაკონსტიტუციურ სიტუაციაში, ხო? გავდივართ კონსტიტუციური წესრიგიდან. მე არ გავსწრო რაკეტან, ახლა ჩვენ თქვენ წეგან თქვით, რომ ქვების როლო სხვა ხდება ხოლმე, ხო? ვინ გავიდა პირველი ამ ჩარჩოებიდან, ხო? მოდი ეს აი თქვა ნებისმიერი თამაში რო წარმოიდგინოთ, რა ფეხბურთს თამაშობთ და უცებ ვიღაცამ შემოიტანა დანა და დაჭრა რა სამი მოთამაში. და შენ მე აიღერ ჯოხი და ცდილობ რომ ეს კაცი მოიგერიო და ის დანიანი კაცი და კიდე ვიღაცეები მაგალითად დაცვა ამ ფეხბურთის სტადიონის გეუბნება რომ შენ არ გაქვს უფლება რომ ჯოხი გამოიყენო და ამან გააგრძელოს დანიშნული იმიტომ რომ ნუ ესეა საჭირო რა ეხლა გოლს გაიტანს თუ რაღაც გააკეთებს დაახლოებით ეგ მაგ სიტუაციაში ვართ ეხლა ჩვენ რომ ეგრეთ წოდებულმა მართლმა გუნდმა რომელიც წესით ხელფეხი ქონდა შეკრული კონსტიტუციით ეს ჩამოიხსნა კონსტიტუცია და თქვა რომ მე რაც მინდა იმას გავაკეთებ, მნიშვნელობა არ აქვს რა მიწერია კონსტიტუციაში, მე რაც მინდა იმას ვაკეთებ და ამაზე რო გაბრაზდა ხალხი და პრინციპში სუბთა თეორიულად, რაც არ უნდა გაეკეთებინა ხალხს, ყველაფერი პატიებადი არის, აი რაც არ უნდა გაეკეთებინა. ნუ ლოკის რევოლუციის თეორიის მიხედვით პატიებადია, იმიტომ რომ თუ არ ღვავს კონტრაქტს რა უნდა გქონდეს. ანუ იმან დაიწყო ჩაგვრა და ის ვინც თავს იცავს იმისკენ ისრები ვერ გადავა. იმიტომ რომ პირველი ვინც დაარღვია, ის არის დამნაშავე და მეთუმეტ სახელმწიფოზე ვთამაშობთ, საუბრობთ, ძალიან ირაციონალური არის, რომ დავუშვათ, აი გავატაროთ როგორც მოქალაქეებმა კონსტიტუციის დარღვევა, ხო? ან ისე როგორც ნებისმიერი კანონის დარღვევა. ანუ თუ ერთი უფლება დაირღვა, ხომ იყვება მეორე მესამე და ნახეთ კიდევაც ყველა უფლების ზედიზედ დარღვევა, მე არ მახსენდება უფლება, რომელიც აი ყოველდღიურ რეჟიმში არ ირღვევა, ძირითად უფლებებზე და თავისუფლებებზე საუბრობ და პროტესტის ბოლოს იქამდე მივედით, რომ გამოიშიგნა საერთოდ პროტესტის უფლება, ანუ გამოხატვის თავისუფლება გამოიშიგნეს. და არა მხოლოდ ანუ ლოგიკა უკვე და მაგით ახსენე თვითნებობა, ანუ როგორც კი ეს ხდება ნებისმიერი მოქალაქე და იმიტომ დაბრუნდნენ ჰობსის წესრიგის თეორიაში და იმიტომ რომ აღარაფერი აღარ კრავს, ან კონსტიტუცია აღარ კრავს ქართულ ოცნებას, ეხლა ისინი დგანან შიშველ ძალაზე, ისევე როგორც ნებისმიერ აბსოლუტიზმში, ხო? ძალმომრეობაზე. შენ ხო, ან ეს კაი შენიშვნა, ანუ ძალა სახელმწიფოსაც აქვს და რა თქმა უნდა ის უნდა გამოიყენოს ლეგიტიმურად, თუ ლეგიტიმური არის, მაგრამ ეხლა ამ ძალასაც უკანონოდ იყენებს, ხო? იმიტომ რომ იმ მიზნის მისაღწევად, რაც მას უნდა, რომ უკანონოდ შეინარჩუნოს ძალაუფლება და უკანონო ქმედებები გააკეთოს და ისე ვიძახი 78 მუხლის დარღვევის შემდეგ ყველაფერი უკანონო რაც წესინი აკეთებენ, ანუ არც ერთი ბრძანება არ არის ლეგიტიმური. ამას უბრალო ძალით ვეღარ შეაკავებ რა. ანუ უბრალო ძალა არის ის, რომელსაც მოქალაქეს თან ხდება, რომ ამის უფლება პირობითად პოლიციელს აქვს, ხო, რაღაცა რომ გაგაჩეროს და შეგამოწმოს, ნასვამი ხარ თუ არა, ეს ემსახურება წესრიგს მაგალითად, ხო? ან თქვა ციხეში რო ჩასვას მოსამართლემ რაღაც 3 წლით ის ადამიანი, რომელსაც განსაზღვრული აქვს 3 წლით უნდა ჩასდეს, იმიტომ რომ რაციონალურია ეს სასჯელი, მაგასაც თან ხდებით. აქ ერთი კითხვა მაქვს ლევან, აი რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ჩვენ მაინც აი რაღაცა მაგ კონტრაქტის ნაწილს, რაც მიემართება მაგალითად იმას, რომ საგზაო მოძრაობის წესები უნდა დავიცვათ და რაღაცნაირად ერთმანეთს თავში კომპანია არ ვურტყათ და უნდა არსებობდეს წესრიგი გარკვეული, რაღაც დონეზე ჩვენ ამას თან ხდებით და ჩვენ არ ვამბობთ, რომ ჩვენ ამ ყველაფრიდან რაღაცნაირად გავდივართ და ეს ჩვენით არ არის პრინციპში გამოწვეული. მაინც რაღაცა საბაზისო, ესე რომ ვთქვათ, ყველა მოცემულობას თვით შებოჭვას, ესე რომ ვთქვათ, ჩვენ ამ ხო ვახორციელებთ ანუ. ორი მიზეზის გამო მე ვიტყოდი. პირველი ჩვენ შევეტაკეთ ძალას და ეს ცოტა სხვა თეორია არის, მაგრამ ჩვენ ორ რაღაცაზე ვთქვით უარი, სიკვდილზე და სხვის მოკლაზე, აი კონკრეტულ ორ რაღაცაზე, ხა ფეიერვერკი ვიღაცას აზიანებს, არ არის სერიოზული ამაზე საუბარი, ხო? მეორე მხარე, ორივეზე თანხმობა განაცხადა, ხო? იმიტომ რომ პირველ რიგში ისინი მინიმუმ სოციალურ სიკვდილზე წამოვიდნენ, ანუ თავი მოიჭრეს, რასაც ქვია, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში როცა შეიცვლება ყველაფერი ის არა ეხლა ქუჩაში არ გამოიშლება და პირველი საციხოთ აქვს ძალიან ბევრს, დანარჩენს უბრალოდ
მართლა გარეთ არ გამოსვლება იმის გამო, რომ რაღაც კონკრეტული დანაშაულები აქვს ჩადენილი, რავი, დანარჩენებისთვის იქნება ეს, დიდი ფინანსური კატასტროფა და ასე შემდეგ, ხო? ეს ფსონს რას შემოვიდა ის მხარე, ხო? მათ თქვეს, რომ ჩვენ ისეთ რამეს ახლა გავაკეთებთ, რის გამო ჩვენ შეიძლება მოვკვდეთ რა. ისე გადატანითი მნიშვნელობით. მაგრამ მათ შორის ის გვაითვალისწინეთ, რომ ისეთი რაღაცეებიც აქვთ გაკეთებული, სადაც ხო და ანუ აი ეგენი ისე ყველა მოქალაქე დათანხმდება თუ არა ლეგალურ შურიზიებას, როდესმე ეგ კიდე საკითხავია, ხო? იმიტომ რომ ადამიანს რო შვილს მოუკლავ და მე არ დაუკმაყოფილებ სამართლიან გადაწყვეტილებას, ეს უნდა სადმიდის, ხო, ამ სიტუაციაში. ამიტომ ამას როცა თანხმდები, რომ მე გამოვალ ტელევიზორში და დავცინებ ადამიანს, რომელსაც რაღაცა შვილი მოუკლა, ჩემი ბრძანებით თუ იმ გუნდის ბრძანებით, რომელსაც მე ვიმსახურები, რისკია რა ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი რა, იმიტომ რომ ანუ რამ გააგიჟათ, რატო იღებენ ამ რისკს? ანუ ძალაუფლება არის რაღაცა გარკვეული, ანუ ეს არის ედიქტი ხარ თუ ანუ ეს ვერ იქნება, იმიტომ რომ მათ ისინი ვერ იყენებენ ძალაუფლებას. დიდი განსხვავება არის ჩვენთან რა ავტორიტარიზმიც დამყარდა, იმასთან ვთქვათ ნორმალურ დიქტატურებშიც იქნებოდა, ხო? იმიტომ რომ აქ პრინციპში არქიტექტურულად რო შეხედო ეგრეც არის, ხო? სტალინს ჰქონდა ძალაუფლება და ბევრი შეიძლება სხვას არ ქონოდა, მაგრამ არის ბერიაც სარგებლობდა და სიამოვნებდა ამით, მაგრამ ეხა ვინაიდან ეს ივანიშვილის არის გასულია პოლიტიკის სფეროდან, პოლიტიკოსი ვინ ტკბება ძალაუფლებით, მაგას მე ვერ ხედავ საქართველოში. მგონია რომ ვერც ვერავინ რა, იმიტომ რომ რა ვიცი, აეროპორტში არიან და ამითი ამ პირველები გარბიან, ან ბოლოები შედიან თვითმფრინავში, რესტორანი საკუთარი აქვს, სამიცალი და იქ დადიან ყოველთვის და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ამ ძალაუფლებით ტკბობა სხვა რაღაცას გულისხმობს. ანუ აშკარად თვითონ არ არიან თავისუფლად და არ არიან ვერ იქნებიან. ანუ როგორც რეჟიმებს ახლა ის ხშირად ისმის ხოლმე ეს კითხვა, რომ აი რეჟიმი კონსოლიდირდება, ანუ რო კონსოლიდირდეს რეჟიმი, ელემენტარული ხო უნდა შეგეძლოს ქუჩაში გაიარო თავისუფლად და რაღაცა არავინ არაფერი არ გითხრას, ხო? ან შეხვიდე რესტორანში და არ დარდობდე როგორ მოგემსახურებიან შენ იქ ხო? ანუ მაგაზე გამთებიან რა სად ვერ დადიან, ანუ ეგეთი რეჟიმი კანონებს არ იღებს, არ მაგინო. აი ესეთ კანონს არ იღებს, ხო? არ მაგინო. კი, არ მწყევლო დღეს იყო ეგ. წყევლაზე ისაკნეს, ხო, არ მწყევლო, არ მაგინო, ქუჩაში არაფერი არ უთხრა, ანუ შენ ისედაც იცი, რომ შენ გააქვს ძალაუფლება და ხალხს შენი ეშინია და ამიტომ არ გჭირდება იმის დაწერა კიდე კანონში, რომ თუ შეაგინებ 2000 ლარი დაჯარიმდები, ხო? რა ვიცი, დადიხარ და თუ შეაგინებენ, დაიჭერ. და ისინი აი ცდილობენ, რომ ამ იმით აგინებების აკრძალით თუ ლანძღვის აკრძალით, პრინციპში გამოხატვის თავისუფლების აკრძალვით შეზღუდონ მოქალაქეები, რომ მათ მიმართ უკმაყოფილება გამოთქვან, რაც სრული აბსურდი არის, ხო? ამიტომ ძალაუფლება ნაკლები მგონია, ფული უფრო მგონია, მაგრამ არც ეგ არ ერგებათ რა საბოლოო ჯამში, მაგრამ ისევ ამბობ, ანუ ეს პირველი პრინციპი ეგ იყო, რომ მაგცონ შევიდნენ და მეორე პრინციპი რის გამოც ჩვენ პრინციპში წავაგეთ იყო, რომ ისინი დათანხმდნენ ჩვენს მოკლას რა, ანუ ეს განსხვავება არის, ხო? მათ იმხელა ძალა გამოიყენეს, რომ მართლა უბრალოდ გაუმართლა და ყველა მიცით ეს, რომ არც ერთი ადამიანი იქ სახიზვლებს, ვისაც ულეწავდნენ, არ გარდაიცვალა. ვინმე მართ თქვას, რომ იმდენად პროფესიონალები არიან, რომ ზუსტად იციან რა დონეზე უნდა ცემო, რომ არ მოკვდეს. აი სიკვდილის პირას მიიღო, ანუ ხო, უბრალოდ გადარჩნენ ძალიან ბევრი რა. მათ შორის ჭეჭმარვა მოხდა გაზის გაშვების დროს და ასე შემდეგ. და არ ვიცით ესეთ რეჟიმში. ჯანმრთელობის მდგომარეობები, რომლებიც ადამიანს დღეს აქვს, იმ გაზის დაწამვლის შემდეგ, მე ვიცი ძალიან ბევრი ადამიანს სასუნთქო გზების პრობლემა აქვს, ანუ კაც მარიც კიდე როდის რა მოყავს თავს, ამიტომ ცალსახად მათი ხელით, ესე ვთქვათ, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თუ შემოგვაკვდება ვიღაცა იყოს ეს. ისე ვიძახი რა, 100,000 კაცი რო დგას და გაზს უშვებ, ქალები, ბავშვები და არა მხოლოდ, იქ რო უბრალოდ პანიკა ატყდეს, ვინიღებს იმაზე პასუხისმგებლობას. რახან ისვრი, ესე იგი იღებ მაგას პასუხისმგებლობას და ჩვენ როდესაც შევეტაკეთ, პრინციპში ისინი აღმოჩნდნენ მზად, რომ ვიღაც მოეკლა და ჩვენ არ ვიყავით მზად, რომ ეს გავკეთებინა, რაც ხდება ისევ ამ ფეხბურთის თამაშის დროს, რა ვიცი, პარიზში რო ადამიანები მართლა მოლოტოვებს ისვრიან და მანქანებს წვავენ და აყირავებენ და ირწმევინებიან, აი მაგდონის არეულობაც არ ყოფილა თბილისში, ერთ ქუჩაზე, ერთი ხაზის პირისპირ, თავდაცვა მანქანებს ძალიან უფრთხილდება. რაღაცა ეს კერძო საკუთრების პატივისცემაც კი ძალიან დაცული იყო, იმიტომ რომ აქციებზე ხა როგორც ვიცით ამერიკაშიც და ევროპაშიც ხდება, რომ კეტავენ ამ მოლებს, რომ არ ჩალეწონ მთლიანად ამ აქციის მონაწილეებმა და არავინ შეხებია, ნუ ხა რაღაცა კერძოა, სხვისი აქვს სახელმწიფოზე გაბრაზებულმა, რატო დავაზიანო კერძო, ეს პრინციპი იყო და კი, კულტურულად ან ჩვენ გვაქვს რაღაცა
განსხვავებით საზოგადოებები ერთმანეთისგან, რა თქმა უნდა. ანუ დაწვა და ვანდალიზმი ასე არ ყოფილა ჩვენი ხელწერა, ხო? ეხლა დღესაც ვანდალიზმს ეძახიან ქუჩაში რომ პროტესტს გამოხატავ, იმიტომ რომ Facebook-ზე აღარ შეიძლება არაფრის დაწერა, ხო? მაგასაც რომ ვანდალიზმს ეძახიან, მიიღებენ, რა თქმა უნდა, მიიღებენ, იმიტომ რომ ამ ვნებას ვერსად ვერ წაუვლენ, ხო? მაგრამ ისე ჩვენი გადმოსახედი რომ მაგრამ ვთქვათ, რომ აი ნებისმიერი ქმედება თუ გადის ძალაუფლება, ვთქვათ, ფარგლებიდან, საკონსტიტუციო წესრიგიდან და ჩარჩოდან, ნებისმიერი ქმედება, რომელიც ამ მდგომარეობას უკან აბრუნებს და საკონსტიტუციო წესრიგში გაბრუნებს, არის ფაქტიურად ლეგიტიმური ხომ, იმიტომ რომ შენ იბრუნებ შენს თავისუფლებას. ეხლა მე არ მაქვს განცდა, რომ ჩვენ თავისუფლებას ფლობთ. არა, არ ფლობთ და ყოველდღე უფრო ნაკლებს ფლობთ. აქ განდის აქვს ესეთი გამონათქვამი, რომ ბრძოლებს სხვადასხვა ბრძოლა არსებობს და განდის ქონდა არჩეული მშვიდობიანი ბრძოლის მეთოდი, მაგრამ მას აქვს ასევე ნათქვამი, რომ არსებობს სხვა ბრძოლაც, რომელიც ძალადობას იყენებს და მათი არჩევანი არის რა, ანუ არ ვთქვას, რომ არავითარ შემთხვევაში ეგარ გააკეთოთ, იმიტომ რომ მან იცოდა, რომ როცა უპირისპირდები მაგალითად კოლონიალიზმს ან რაღაცა იმპერიას, რომელიც შენ საუკუნეების განმავლობაში ჩაგრავდა, ვიღაცამ კი შეიძლება აიღოს ხელს ჯოხი და ამ გზით სადოს ამის გადაგდება, ხო? იმიტომ რომ კოლონიალიზმზე როცა საუბრობთ, ან ჩაგვაზე საუბრობთ, არნახულ ჩაგვაზე საუბრობთ, ხო? ანუ რა ვიცი, ბავშვები თუ ჯანმრთელობის დაზიანება თუ სიცოცხლის მოსპოვები და ასე შემდეგ. ანუ მარტო შრომითი ექსპლუატაციაზე არ არის, ხო, საუბარი. ხო, და ამიტომ განდი უბრალოდ ამბობდა, რომ ეგეც ბრძოლა არის. და ესეც ბრძოლა არის. ნუ შენ რომელს ირჩევ რა, არაძალადობრივს, თუმცა არაძალადობრივი არნიშნავს, რომ ძალადობაზე ვარ, შენ ამბობ შენი მხრიდან ძალადობაზე, თუ შენ რაც აკეთებ არის, აიძულებ მას იძალადოს და შესაბამისად შენ ამას იტან. ანუ შენ ქმნის სიტუაციას, სადაც უბრალოდ გამოავლენ, რომ ეს, ვისაც მე უპირისპირდები, უბრალოდ შეურაცხადი არის. სანამ და იმ მომენტამდე, სანამ საზოგადოების უმრავლესობა არ დაიწყებს შენს მიმართ თანაგზნობას, ხო? ჩვენი ბრძოლაც ახლა დღეს რაც არის მათ შორის, ხო, როგორ ვცდილობთ რომ დავბრუნდეთ კონსტიტუციაში, არის ის, რომ ჯერ როგორც ვთქვით, ხო 78 ხო დაარღვია და ახლა მიუყვება კონსტიტუციის ყველა მუხლს და არღვევს რიგრიგობით. აი ყველას რომ დაარღვევს და კიდევ უფრო რომ გამკაცდება და აქაც სამწუხარო რეალობა არის რა, რომ ყველა ბოროტება დროში გაწერილი ბოროტება არის რა, ანუ ჩვენ სამწუხაროდ ისტორიაც ესე ვიცით ხოლმე, პიროვნებები ვიცით ხოლმე, ხო? ანუ მაგალითად არის ილია ჭავჭავაძის სურათი მე მაქვს უკვე, როდესაც ის არის რაღაცა ბანკის დამფუძნებელი და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი. და აი ეს არის ილია აკაკი და სხვები. და აი გზა კი ბიოგრაფიულად შეიძლება ზოგის მეტი ვიცით ვიდრე სხვის, მაგრამ აი რა გაიარა და რამდენ წელზე არის საუბარი, ხშირად დავიწყებული არის ხოლმე. ისევე როგორც ჰიტლერი ჩვენ ვიცით უკვე, რომელიც კანცლერი არის, რომელიც საკონსტიტუციო ბანაკები აქვს და 39-ში შედის პოლონეთში. მაგრამ აი ეს როგორ მოვიდა ჰიტლერი, როგორ იწყებს ხომ, თქვა პირველი მსოფლიო ომიდან დავიწყოთ ხომ, ის პოლიტიკური კარიერა ნელ-ნელა და პირდაპირ საკონსტიტუციო ბანაკი არ ყოფილა რა, შუაგზაში ძალიან ბევრი რამე გაიარეს. და ნუ ისე ვთქვათ, ფილმებს რომ მიმართოთ, ყველა სერიალში ან იწყებ უკვე რომ ბოროტება არსებობს, ან იწყებ რომ ვიღაცა არის, რომელიც ამბობს რომ მგონი ბოროტება ძლიერდება და 1-3 სეზონი არავინ არ უჯერებს რომ იქ ბოროტება შეიძლება გაძლიერდეს. სანამ მთლიანად არ გამოვა მანიფესტაციას არ გააკეთებს როგორც ბოროტება, ბრძოლა არ იწყება ხოლმე ფილმებში რა, მანამდე არის რამდენიმე დაჩაგვრული. აი ეს მანიფესტაცია არ უქნიათ ჯერ ჩვენთან. არა. როგორ არის ჯერჯერობით შირმა არის მაგალითად აი მანიფესტაციის ერთ-ერთი სახეობა არის ეხა უკვე ჩანს ეხა ვართ რა სიტუაციაში რომ აი შირმას ვიტყვი რაც არის მაგრამ აი წარმოიდგინეთ ხო ბოლო თვის განმავლობაში ყირგიზეთი ყაზახეთი ტაჯიკეთი არ ვიცი მე ყველა რესპუბლიკაში ჩამოიარეს განათლების მინისტრებს ხვდებიან ხო ყველა მიცით დღეს განათლების კერა რა არის ხო ანუ არ ვიცი რა გითხრა ბიზანტიის დროს რო წასულიყავი და მონღოლეთში სტიპენდია აგეო ხო და იქ ჩამოგეტანა რა ვიცი პერმენების კეთების ტექნოლოგია ხო მაშინ როდესაც იქ ბიზანტიაში ფილოსოფია ყვაოდა ხო ანუ აი დაახლოებით იგივე სიტუაციაში ვარ და ეხა ესენი აჯერებენ თავის ამორჩევლებს ვინც დარჩათ ხო რომ აი განათლების მინისტრი მაგარი აქტიურია და ეხა არ ვიცი ას გააკეთებს ხო იმიტომ რომ ვინ დაიჯერებს მაგას რომ ყირგიზეთი ყაზახეთი და და მაკეთულზიარებს ის გამოცდილებას და რომელს სკოლის ფორმები შესაბამისად ჩვენ აი ვინც ვართ ჯერჯერობით საღონებაზე ხედავთ რომ
ესენი მთლიანად გადმოერთნენ, არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ კულტურულადაც ნელ-ნელა ერთვებიან აღმოსავლეთზე, ხო? ეს ნიშნავს, რომ ისაც ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ ამათ ევროპა დაივიწყეს, როგორც პოლიტიკური მოკავშირე. ჩვენ გეუბნებოდნენ, რომ არა, აი რა მტკიცებულება, ასოცირების ხელშეკრულებას ეს წარმოადგენს პირველი პერიოდი, რომ გეუბნებოდი, რომ მგონი ცოტა პრორუსები არიან და ერთი მტკიცებულება მითხარი, ხო? აი ასოცირებას მოაწერეს. ხო და დღეს და მაგას ვამბობ მანიფესტაციაში, რომ დღეს ბევრად უფრო წყნარად და უფრო მეტი არგუმენტი გაქვს. აი ეკითხები, რომ განათლების მინისტრი სად უნდა დადიოდეს მაგალითად, ეხა შეხვედრაზე სად არის განათლება, რომელი გინდა AI ტექნოლოგიები თუ კაცმა არ იცის რა ყაზახეთიდან, ხო? შესაბამისად, რა ვიცი, სახელმწიფოები ორად გავყავით. აი ეგ იყო რეფორმა, ну, მართლა AI-ის იმაში, ხო, ეპოქაში. ეგ მოიფიქრეს, რომ რა ქვია, ფორმა შემოიტანეს სკოლაში. ამიტომ ეს უნდა კიდე აკუმულირდეს და რაღაცა მომენტი დადგება, როდესაც უკვე პირდაპირ იტყვიან, მაგალითად, სანამ რიტორიკაში ჯერ კიდევ არის ეს ორმაგი, ხო, თუ ნახეთ, ხო? იგივე დღეს, როდესაც პაპუაშვილი გამოვიდა და თქვა, რომ ჩვენ საერთოდ ევროკავშირი აი 78 მუხლი გადავხედოთ, იმიტომ რომ იქ თურმე რაღაცებს ცვლიან და ჩვენ მაგისთვის არ მიგვიცია ხმა. იგივე დღეს სამი კაცი გამოვიდა ოცნებიდან, თქვენს რომ ჩვენ მზად ვართ, რომ ბრუსელთან დავიწყოთ ის ურთიერთობა. და მაგ ეგ არის მანიფესტაციის ნაწილია რა, რომ ჯერჯერობით ამათი პოლიტიკა არის, რომ ორივე ამორჩეველი, იმიტომ რომ 71% არის, ხო, ხა ბოლო გამოკითხვით ევროკავშირის მომხრე საქართველოში. აი ეს ორი ნაწილი და არეული ყავთ რა, ანუ ყველა ჭირდებათ, ვიზეც ხელი მიუწვდებათ. ხო, როგორც ამორჩეველი. ამიტომ ვინც უფრო ევროპის მლანძღველია, იმას პაპუაშვილი ასიამოვნებს და ვისაც თქვათ ევროკავშირი ან ყოველთვის თავის მოტყუება უნდა რომ ეგრეთ სულად არ არის საქმე და მაინც მიდიან ევროპისთვის, მისთვის აი ეს ხალხი გამოვა და იტყვის ჩვენ ბრუსელთან როცა გინდათ კაცო დავждეთ ვილაპარაკოთ. დადგება მომენტი და ეს მომენტი მარტო იმიტომ კი არ დადგება რომ თვითონ გახსნიან რა. ბრუსელს მობეზდება ბოლო-ბოლო აი ეს ორმაგი ამბავი და რაღაცას უფრო ღიად იტყვის. მხოლოდ ვიზა ლიბერალიზაციაზე არის საუბარი, ხო? თუმცა მათ შორის არსებობს უფრო კაცები არ გინდა და ნუ გინდა, ხო? აი ეგ დღე რომ დადგება, მე უკვე ესენი იძულებულები იქნება რაღაცა თქვან ღიად, აი კონკრეტული ვექტორი თქვან და თქვან რომ ევროკავშირი დამთავრდა, იმიტომ რომ უფრო და უფრო ცოტა ის ხდება, ხო, ლუფტი აქვს იმისთვის, რომ ეს კარტი გაათამაშა, რომ ევროკავშირთან კიდევ რაღაცა ურთიერთობები გვილაგდება, ხო? აი ეგ როცა ჩაიკეტება, მე რაღაც უნდა თქვან, რომ ჩვენ დღეიდან ან 3+3 ფორმატი ვართ პოლიტიკურად, ხო, ან თქვა აი ტაჯიკეთთან ვაფორმებთ რაღაცა ტიპის იმას და ეს ვის დააკმაყოფილებს თავის ამორჩეულის გარკვეულ სეგმენტს დააკმაყოფილებს, თქვა ტაჯიკეთ თან გავაფორმებთ სტრატეგიულ ხელშეკრულებას, შეიძლება უკვე გაფორმებულია და არ ვიცი. ეს ვისთვის არის კარგი, ხო? ვისთვის არის დამაკმაყოფილება? თან ქართველები ცოტა ამბიციური ხალხი ვართ, მე ესე მგონია. უფრო მეტად შეიძლება ჩემს, აი მე მინდა, აი სწორედ აი ამ პოდკასტის და ამ სივრცის მიზანი ეგ არის, რომ უფრო მეტი ამბიცია გავაჩინოთ ჩვენ მოქალაქეებში და ბარემ რადგან მინდა რომ ყველა კითხვა დაგისვათ, შემდეგ კითხვაზე გადავა. ანუ ჩვენს რეალობაში ხშირად აღიქმება, რომ სახელმწიფო ეს არის შენი ბატონი, მშობელი, რომელიც დაგჭირს, შეგაქებს და რასაც უნდა იმას იზავს რა. და სინამდვილეში რა არის სახელმწიფო? ეს არის თუ არა მენეჯერი, რომელიც შენ დაიქირავე კონკრეტული, ასე რომ ვთქვათ, წესრიგის უზრუნველსაყოფად, კონკრეტული მოქმედებების განსახორციელებად. აი მაგალითად მომყავს ხოლმე ყოველთვის რა მომენტი იცით, გურიაში რომ იყოს სტიქია. სტიქია იყო ფაქტობრივად ახლა თოვლი მოვიდა ისეთი, რომ ადამიანები ანუ ვერაფერს ვეღარ აკეთებდნენ და გარდაიცვალა კიდევაც ერთი ადამიანი, ხომ? ამ დროს ყოველთვის ეს მთელი ტროლბოტობის ნარატივი იყო, რომ რა შუაშია სახელმწიფო და აი ძალიან მარტივიანით ვცდილობდი, რომ ამეხსნა, რომ სამაშველო რომ ქვია, რატომ ქვია ამ სამსახურს, ესე უნდა გიშველოს, ხო? როცა დაგჭირდება და აი სახელმწიფოს როლი რამდენად გააზრებული აქვს, იმიტომ რომ მუდმივად გვესმის ხოლმე რაც არ უნდა მოხდეს სახელმწიფო რა შუაში. აი შადრევანში რომ ბავშვი თქო დაიხრჩო სახელმწიფო რა აბა რაშია შუაში. ანუ სადმე რამე შუაში არის სახელმწიფო, აი რამე ვალდებულება აქვს ჩვენს წინაშე, აი ეს მაინტერესებს. უარესად არის სიტუაცია, ან ის ხალხიც კი, ვინც პრობლემას ხედავს, ხშირად გამოსვლის დროს ამბობენ ხოლმე, რომ მე ხა პოლიტიკურ არაფერ განცხადებას არ ვაკეთებ, მაგრამ მინდა მთავრობას მიმართო და რაღაც პოლიტიკურს ამბობს ხოლმე. ანუ თვითონ მოქალაქეები ძალიან დაკომპლექსებულები არიან, პოლიტიკურები იყვნენ და ალბათ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. თუმცა მაინც ყველაზე ბრუტალური ალბათ დამოკიდებულება და ლოქსა აქვს ეგ აღწერილი შესავალში ამბობს, რომ არსებობს სხვადასხვა ძალაუფლებები, მაგალითად რა ვიცი, მშობლის ძალაუფლება შვილზე. და ის არსობრივად განსხვავდება იმისგანაც არის სახელმწიფო ძალაუფლება. ანუ არ შეიძლება ძალაუფლებაზე ისაუბრო და არ იცოდე რომელ ძალაუფლებაზე საუბრობ. ხო მაგალითად მშობელს ხვანაირად მოეთხოვება, მაგალითად ზრუნვა რაღაც უფრო ემოციური ამბავი არის რა და
ჩვენთან ძალიან უყვართ ხოლმე რა რაღაც ქარიზმატული ისინი რომ სამშობლო ერის მამა ყველა პოლიტიკოსი ერის მამა არ არის რა ხო ანუ ზრუნვა გამოისახება იმაში რომ აკეთო შენი საქმე კარგად მეტი არაფერი არის დაგნიშნეს და ხელფას გიხდიან ანუ სახელმწიფოს ჩვენ გადახედავთ შევარდნაძის ბაბუს ეძახდნენ და ასლანაბაშიძესაც ბაბუს ეძახდნენ თავის დროზე ხო აქციებზეც კი რა ანუ უყვართ ივანიშვილს ეხა ისევ დაუბრუნდა რაღაცა ერის მამის და მაგას იძახიან ხოლმე კიდე ხშირად რა მაგას აბრუნებენ და როგორც კი ამას მამათ აღიქვა მე გინდა არ გინდა ისეთი უბრალოდ დაფიქრდეთ რომ მამას ვერ ცვლი მაგალითად ხო ანუ თუ ეგრე გამჭდარი რომ ეს მამა არის ნუ ვერ ცვლი ზრუნავ შეიძლება შეეშალოს და რა ვიცი ხმას აუწიოს და ცოტა მკაცრი იყოს მაგრამ მაინც ხო მამა და რა იქნა და ასე შემდეგ ხო იმიტომ რომ ბევრი აქ შენც გაკეთებული ანუ ჩვენ კონტრაქტზე როცა საუბრობთ არის ძალიან მარტივი რაღაცა არსებობს რაღაცა პირობები რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს და აქ მნიშვნელოვანია რომ ეგ ძალაუფლება უფრო მასწავლებლის ძალაუფლებას ან ნებისმიერი სხვა მენეჯერის ძალაუფლებას შეადარო ვიდრე მშობლის ან სხვა იმიტომ რომ მაგალითად ეხა პირობითად იგივე ხალხი რომელიც სახელმწიფოს არ თხოვს პასუხს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის დროს რომელიღაც ჩვენ ფეხბურთელს აი კოჭი შემთხვევით გადაბრუნებოდა და ექიმი რომ მოსულიყო რა ვიცი 20 წუთში პირობითად რა აი ეგ ხალხი სტადიონზე რა ვიცი გადაწვავდა რაღაცა სიტყოდენ რა პონტი არის იმას და გუნდს ექიმი არ უნდა ყავდეს და არ უნდა იმსახურებოდეს და იგივე რაღაც რო ხდება რომ შენი მოქალაქე სადღაც გურიაში იქნება თუ შოუში თუ სხვაგან იტანჯება და შენ გეუბნებიან რომ იცით რა ჩვენ არ ვიყიდეთ მანქანა იმიტომ რომ ძვირია და ეხა წელიწადში ერთხელ თოვს და რა გვინდა მანქანა და ამ დროს ადამიანი გარდაიცვალა ხო ეგ იყო რომ წელიწადში ერთხელ გჭირდება ხო და ის საფრენი აპარატურა მაინც არ ხო არ გვყიდია ხო და შენ ამ დროს ამბობ რომ ნუ ხო ნახა ძვირი ყოფილა და ასე შემდეგ ანუ ხალხს სამწუხაროდ და ეგ ძალიან დიდი მემკვიდრეობა არის რომ ეს მოქალაქის გაგება ზოგადად ძალიან დაქვეითებული არის ჩვენთან ანუ ქვეყანასაც ხო ეხლა ვცდილობენ რომ ეს სამშობლო დაამკვიდრონ უფრო ვიდრე თქვა სახელმწიფო რომ რესპუბლიკა ანუ ამ კატეგორიებით არ ვსაუბრობთ რა იმიტომ რომ თუ რესპუბლიკაზე ვისაუბრებთ ძალაუფლების დანაწილება არსობრივი პრინციპი არის და მორღვეული რო არის უნდა გწყინდეს მაგალითად ყველა მოქალაქეს და არა ნაწილი მაგრამ რაღაცნაირად ეს გამიჯნეს ადამიანი ოღონდ აი თუ წარმოიდგენთ რომ საბჭოთა კავშირი დაახლოებით იგივე феодаლიზმი არის სადაც გლეხი იყო ის ვინც საბჭოთა კავშირში პროლეტარიატი გახდა მერე იმათაც ტვინში ქონდა ძალიან მარტივი პრინციპი და სხვათა შორის ერთი ამერიკელი ავტორის წიგნს ვკითხულობ რომელიც ჩავიდა გერმანიაში და თავის მეგობრებს ინტერვიუები ჩამოართვა წიგნს ქვია მათ ეგონათ რომ თავისუფლები იყვნენ და ზუსტად ჩვეულებრივ ხალხს ეკითხება რომ აი რა დაგემართათ რა და ეს თამის ამობს რომ აი გერმანიაში რაც უნდა გასაკვირი იყოს აღმოვაჩინე პატარა ადამიანის ცნება და თავის თავს უყურებენ პატარა ამერიკელი ხო აი ნუ ვიღაცა ოკლაჰომელი ტიპი ტელევიზორს უყურებს აი თვითონ ფიქრობს რომ ამერიკის მოქალაქე ვარ რა რაღაცა მეკუთვნის რა და აი გერმანიაში ჰიტლერის დროს განცდა იყო რომ მე რა უნდა გავაკეთო რა იქ სადღაც რაღაცა მე ხო ძალიან ქართულის მეგონა ზოგადად რა რომ აი ჩვენ ვიცით მაგრამ თეილ პოსტებში და ქვეყნებში პლუს ალბათ კონტინენტურ ევროპაშიც სადაც ეს უფრო დიდი გამოცდილება ჰქონდა ფეოდალიზმის ვინ ვარ რა იქ წყვეტენ და ჰიტლერმა რაც გააკეთა ამ ხალხს უთხრა რომ მეც პატარა ადამიანი მე თქვენაირი დაჩაგრული პატარა ადამიანი რაც ტრამპმა გააკეთა პრინციპი შეგვიძლია თქვა ხო იმათ უცხო მეც ჩაგრავენ აგერეთ ასე შემდეგ ხო და ჩვენ ეს უნდა გამოსწორდეს ეს თუ არ გამოსწორდა მოთხოვნა სახელმწიფოს მიმართ არ გექნება თუ ვერ მიხვდები რომ სახელმწიფო არის ერთი მოქალაქე აი ერთი მოქალაქე როგორც ცხოვრობს იმის მიხედვით აი ის რომ გაჭრა გაკვეთო და მისი თქვა სოციალური განათლების შესაძლებლობა რაღაცები დაალაგო აი ამის მიხედვით უნდა გაზომო რამდენად ბედნიერია სახელმწიფო ჩვენთან ეხლა რაც საკეთებენ მსუბთა მათემატიკურად ჭრიან ვიღაცა კოლ-ცენტრის ტიპს რომელსაც უკვე 4 რესტორანი აქვს და აქვს შემოსავალი მილიონი ჭრიან სოციალურ დაუცველის შესაძლებლობებს ერთმანეთს ამთხოვენ და ამბობენ რომ აგინახ საშუალოდ ორივე კარგად ცხოვრობს ხო საშუალო ხელფასი გამოყავთ 2300 ლარი ხო და შემდეგ გეუბნებიან რომ აგინა ეხა ადრე იყო 1000 და ეხა არის 2300 რა და ის რომ თქვა განათლებაზე წტომა ადამიანებს არა აქ ბავშვები შიმშილობენ ძალიან ბევრი სოციალურ დაუცველი უკვე იმ პენსიითაც ვეღარ შეულობს ვერაფერსაც არის ფასები გავარტნილი მაგას უკვე აღარ აქცევენ ყურადღებას და ფასების შემსწავლელი კომისია მილიონებისგან შემდგარი უცებ ითვლის ავოკადოს ფას ერთ-ერთ
ყველაზე ძვირად ღირებულ სუპერმარკეტში, სადაც ისედაც ცოტა ადამიანი დადის, ხო? ხო. აი, იცით, ესეთი კითხვა უნდა დაგისვათ, რომელიმე ხელისუფლება თუ ცდილა, რომ აღეზარდა მოქალაქე და მოქალაქესთვის მიეცა იმის რწმენა, რომ ის არის სახელმწიფო და ის არის სახელმწიფოს მესაკუთრე და მე ვარ მხოლოდ მენეჯერი. ან ჩვენ აი დამოუკიდებლობის მომპოვების შემდგომ პერიოდს გულისხმობთ საბჭოთა კავშირზე, ამას ცხადია არ ვიტყვი. ანუ ყოველთვის ხომ არ იყვნენ ისინი მომართული უფრო მართვაზე, ვიდრე მოქალაქის აღზრდაზე და ხომ არ არის დღეს რაც ხდება იმის შედეგი, რომ ყოველთვის მართვაზე იყვნენ ისინი. სპეციფიური ამბავი ახლა პირველს ზუსტად გამსახურდია უბრალოდ არაფერი არ დასცალდა, ახლა მან ვერ საუბრებთ, რომ მისი რამე ბრალი იყო მიმართულებით. ნუ თვეებზეა საუბარი. შევარდნაძის დროს უბრალოდ განათლების სისტემა იყო მინდობილი პროფესიონალ მასწავლებლებზე, რომლებიც რატომღაც კიდე სკოლაში დადიოდნენ იმ ხელფასებას არ უნდა ელოთ ალბათ რა. მაგრამ ნამდვილად რო გავიხსენოთ, რომ რა უღირდათ, მასწავლებლო ძალიან ძიმე პროფესია არის, ხო? ნერვები, რაღაც დისციპლინა და ასე შემდეგ და მაინც ხალხი დადიოდა. ამიტომ თუ ვინმე რამე გადასცა მოქალაქის შესახებ, მაგრამ ნუ მოქალაქეობა ნაკლები ის იყო, ხო? ჩვენ რაღაც სამხედრო ქონდა ხოლმე, იქ გვასწავლდნენ რაღაცებს და ისტორიაზე და ქართულზე გადიოდა ღირებულებითი აღზრდა, ხო? შემდეგ უკვე ვთქვათ რეფორმის მერე, ხო? შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კონტურები, ცენტრალური კონტურები იმ სახელმწიფოსი, რომელიც გვინდა რომ არსებობდეს, ზუსტად ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩაისახა, ხო? მაგალითად რაღაცა სამოქალაქო სერვისების განვითარება პირობითად რო წარმოიდგინოთ, შევარდნაძის დროსაც კი და ნებისმიერ ცუდ სახელმწიფოში სახელმწიფო ბიუროკრატია არის უმასშტაბურესი და მოქალაქე გზნობ ძალიან პატარა თავს რა, ანუ ნებისმიერი ტიპი, რომელსაც უბრალოდ ერთი ბეჭდის დარტყმა ეკუთვნის შენთვის, აი ამ ძალაუფლებას ბოლომდე აწურინებს რა, რაღაცა ორშაბათს გამოიარეთ, რაღაცა რთული საკითხი არის და მე ძალიან ჭირს რა, ანუ ჭირს სახელმწიფოსთან ჭიდაობა ნებისმიერ პატარა ძროხმან საკითხს, იმიტომ რომ ბიუროკრატია არის პრინციპში სახელმწიფო, ხო? აი რომ შეიცვალა და მოქალაქე რო ცენტრში გადმოვიდა, ძალიან დიდი ცვლილება არის იმაში, რომ ვინ ვის ემსახურება, ხო? აი შეკითხვა ცოტა ისეთია, ორაზროვანი, უბრალოდ ხო, პასუხი არ უნდა იყოს რა ორაზროვანი. კი, რევოლუციურ მთავრობებს ახასიათებს მთელი ტვირთის, მმართველობის ტვირთის თავის თავზე აღება და რაღაცების კეთება იმის გარეშე, რომ ინსტრუქცია მოაყოლონ რატო. ვინც გადავწყვიტეთ საჭიროა, ნუ თუ შეგვეშალა აღარ ვიზამ და ასე შემდეგ. ამიტომ ახლა რაღაცა კომფორტულიც არის თითქოს მოქალაქისთვის, რომ მოდი რა, მე ნაკლებად აქტიური ვიქნები, ახლა კი გვიწევს ყოველდღე გარეთ დგომა, მაგრამ ახლა რო კითხონებ, ურჩევნი არ იდგეს, ხო, მაგრამ ჩვენ თუ გავიზრდებით როგორც მოქალაქეები, აღარ მოგვიწევს დგომა. აი მთელი ჯაჭვი ეს არის, რომ ჩვენ უნდა გქონდეს ეს ალარმი და მაღვიძარა ძალიან ისე მომართული. ჩვენ გვაქვს განცდა, რომ ყველაფერი რაც გვაქვს, რატომღაც გვეკუთვნის ქართულებს სპეციფიურად და პლუს არის განცდა, რომ ესე იყო და შესაბამისად ყოველთვის ესე იქნება. ანუ მე ბავშვმა დამისვა ერთხელ შეკითხვა, რომ რაღაცას საუბრობდი ამ რეფორმებზე და ისა იუსტიციის სახლი სულ არ არსებობდაო. ხო და უბრალოდ ვერ მივხვდი ეს სულ როდიდან იწყება რა გონია რომ ზეზოდამზია იუსტიციის სახლი. ხო და ეგ არის უცნაური რა, რომ ყველას გონია რომ ეგ ცვლილება არ იყო მასშტაბური ქართული საზოგადოების, არა და ძალიან დიდი ცვლილება არის, ხო? იმიტომ რომ ისევ ამბობ, მნიშვნელობა წამოვიდა მოქალაქის, ხო? ან მაგალითად განათლების რესურსი არ მიფიქრია და როგორი მნიშვნელოვანია თუნდაც ერთი სიპის, ერთი სერვისია, ხო? და აი ამან როგორ წამოწიო თქვათ, აი მოქალაქეს როგორ აგზნობინა, რომ აი მოგემსახურები და just coffee არა, სანამ შენ დაგიმზადებ, შენ შეგვიძლია ყავა დალია კომფორტს მოგიწყობ და ბავშვი ათამაში აგერა, ანუ პირველად მანდ გაჩნდა თამაშო სივრცეები და როგორი მნიშვნელოვანი პატარა რაღაცეები ცვლის რაღაც აზროვნებას. ხო და ის დიდი იყო სინამდვილეში რა, იმიტომ რომ თქვა პასპორტი ვისაც აღებული აქვს თავის დროზე. აი ეს დამამცირებელი ურთიერთობა ყველას თავის თავზე აქვს ნაცნობი. ანუ იმას თავიდან რომ კორუფცია იყო, ხო? ხო და აი ამისგან გათავისუფლება, განათლების რეფორმა, ხო, სადაც შენ გამოცდაზე რომ მიდიოდი, არ ვიცი თუ არა ხო, იყო გამომცდელები, ვისაც ფული ქონდა გადახდილი, იმას უნდა ეცანი, მე დანარჩენები ხვდებიან რომ შენ გიცნეს რაღაცებს გეკითხებიან, რომელიც მარტივია, რაღაცას რო ვერ პასუხობ, გახსენებენ ერეკლე. მე და ასე შემდეგ რა. რადგან გადახდილი იყო? ხო, რადგან გადახდილია და ვინც არა, აი ის ხალხი უნდა გენახათ, რა დღეში იყვნენ გამოცდაზე, იმიტომ რომ ეს არის კოტირებული ხალხი, რომელიც უეჭველი ვერ უნდა მოხდეს.
და თან რაღაცა არაობები არიან, იმიტომ რომ ფული არ ეყოთ, რომ ამათთვის მიეცათ გამოცდილებისთვის, ხო? ის რომ სტუდენტი დღეს მიდის და უბრალოდ თავის შესაძლებლობებით გადის გამოცდაზე, ეგ არის უდიდესი ამბავი, ხო? ეს ეროვნული გამოცდებიც რამხელა ამბავია. მე მაგალითად ვერ ჩავაბარებდი თესეუს იურიდიული მაგდამთავრებული 2008 წელს ჩავაბარე, მე ვერ მოხვდებოდი, ანუ იმ სოციალური რა ქვია მოცემულობის ოჯახიდან ვიყავი, რომ არ ექნებოდა რაღაცა $20,000 ღირდა თუ 1000. ამ ფული იყო ანაცნობი რა, ეგ ორი. ანუ სულზე მოგვისწრო, პირდაპირ ვეტყვი რა, სულზე მოუსწრო იმ ხალხს, რომლებიც სწავლობდნენ და 100%-იანი გრანტით მოხვდიან, ანუ კაპიკი არ გადამიხდია და არც არავის უთქვამს, რომ აი ჩაჩადე აქ ფული და რამხელა კომფორტია. ამას ირგებს რა ყველა რაღაცნაირად, ანუ უყურებს და ამბობს, რომ ოკეი, თქვა, მაგრამ მე ამის კავშირი სხვა რაღაცებთან არის მნიშვნელოვანი რა, რომ პატრულის რეფორმაც წარმოიდგინეთ რა, დღეს მოქალაქეს რომ პატრულის მიმართ, არა მხოლოდ მოქალაქეს, ამათაც რომ პატრულის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს და ცდილობენ რომ რეპუტაცია არ გაუფუჭონ, ანუ GDD სპეცრაზმი გასაგებია რომ გაწირეს, ხო? იმიტომ რომ მათ მიმართ ნდობა აღარასდროს აღარ ატყება მგონი ამ ქვეყანაში, ხო? ანუ ჯარს ხელს არ აკიდებენ, იმიტომ რომ ქართული ჯარია და პატრულს ცდილობენ რომ თავი არის, აი თქვა მაგ დაკავებებში ყველა ამბობდა აქციების დროს, რომ აი როგორც კი პატრულის თანამშრომლებს გადაგცემდნენ, იქ ცოტა წყნარდებოდა სიტუაცია, ხო? ანუ ის საპატრულო პოლიციაში შენობაში არ ცემეს მაგალითად ხალხი, არამედ ცემეს ჯერ მანქანაში და უკვე საპატრულოში მერე გადაიყვანეს, ხო? თავისუფლად და უფრო ლოჯისტიკურად საინტერესო და მარტივი იქნებოდა, რომ პოლიციაშივე ეცემათ, მაგრამ ვერ იზამენ, იმიტომ რომ ქართველებს აქვთ უკვე რაღაცა წარმოდგენა პატრულის შესახებ, რომ აი ესე არ უნდა იქცეოდეს რა, იმიტომ რომ ვიცით ეს რასაც ნიშნავს მომავალში და GDD-მ სადღაც რაღაცა გააფუჭა, უყურებთ როგორც ექსტრემალური სიტუაცია. რაღაცა გადააცდინაო რა, პატარაზე გადააცდინა მას. ეს კითხვა ძალიან მინდა რომ გკითხოთ, აი ძალიან ხშირად ვისმენთ ფრაზას, მთავარია მშვიდობა იყოს და თავისუფლების შეზღუდვას როგორმე ავიტანთ რა და აი სად გადის აი ის ზღვარი, რამდენის დათმობა შეიძლება წესრიგისა და უსაფრთხოების სახელით ისე რომ მონობაში არ გადავიდეთ, ანუ ხა ეს მშვიდობა ხო, ანუ მშვიდობის ძახილით თავისუფლების ყველა, ანუ ჩვენი აბსოლუტური თავისუფლების რაღაც ნაწილი კი არა, გამოდის რომ ყველანაირ ნაწილს თმობთ რა და ეს ახლა კომფორტულია, ამ დროს კომფორტულად გრძნობა ადამიანი ბუნებითად, ანუ შენ თავს, იმიტომ რომ რაღაცა ზღვარი ხო უნდა არსებობდეს, არა, სადაც აი რაღაცა ქართველი ამას აღარ მოითმენს. ხო, არ მოთმენა სამწუხაროდ ამათ კარგად აქვს შესწავლილი, რას არ მოითმენს და ეს არის უფულობა. იმაზე უფრო ვიდრე ეხლა არის ქვეყანაში და ამიტომ როცა თუ გახსოვთ რა ელიტურ კორუფციაზე როცა იყო ხოლმე საუბარი თქვა ნაციონალურ მოძრაობის დროს ამბობდნენ რომ იპარავ ცოტა გატეხე მაინც რა, ანუ დაბლა ჩამოუშვი და ამათ რაც ქნეს უბრალოდ ძალიან ბევრ საჭმელი. ძალიან იმაზე ბევრად მეც ვიდრე ჩვენ წარმოგიდგენია ხო კოლ-ცენტრები რო წარმოვიდგენოთ რაღაც რამდენიმე 1000 თუ 10,000 ადამიანზეა და საუბარი. მაგრამ ამაზე ხო ალბათ ესე ფიქრობენ რომ ეს ხო სახელმწიფო ფული არ არის და რაღაც ანუ მასე ხო ნუ მაინც სახელმწიფო ფულსაც ბევრ საჭმევდნენ. ეგეთი დიდი გარყვნილება, ანუ ის რომ სახელმწიფო ხელს არ კიდებს, ეს არის კორუფცია და არა ის რომ ეს ფული სახელმწიფოა თუ არა რა, ანუ ის რომ სუსმა იცის რომ რაღაცა ჯგუფები. სუსმა კი არის სუსი არის. სუსი არის, ხო, მაგაზე მაგრამ დათმობას რაც შეეხება რაღაცა სივრცეები მაინც უნდა არსებობდეს ეს თავისუფლების და ძალიან საინტერესოა სად გადის ეგ ზღვარი ხო რომ რამდენად ზღუდავს პრინციპში თუ ადამიანს პირად ცხოვრებაზე გადაისვრი მთლიანად თავიდან ბოლომდე და ეთყურა შენსას მიხედე აქეთ დანარჩენი ყველაფერი ჩვენ მივხედავთ პირად ცხოვრებას ძალიან მაგრად დაუპატარავებ რა მაგალითად უნდა დაფიქრდეთ რა არის ის რა დაკარგა ქართველმა რიგითმა მოქალაქემ ამ პროცესის დროს. დაკარგა ვინც აქტიურია, ვისაც რამე უზიანდება და მე ქუჩაში უწევს ამის გამოსვლა და დანარჩენს ყველას აქვს წარმოდგენა რომ მე პირველ მაგალითად ჩემი თავი როცა მე არასდროს სასამართლოსთან შეხება არ მქონია და შეიძლება ისე მომკვდარიყავი რომ სასამართლოსთან შეხება არ მქონოდა. და არც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან რომელთაც დაგაჯარიმეს თქვენ მე მგონი ხო რაღაცა. ცილისწამებაზე ვარ ხო. ნუ ახლა ხო ვიცით რომ ახლა პოლიტიკური სიყო. რა თქმა უნდა და ისე მაგ დროს არ ქონდათ იმის განცდა რომ აი ესეთი კანონმორჩილი მოქალაქე რომელსაც ბევრი რამ მიკეთებია ამ ქვეყნის და აი მე სულ მაქვს ეგეთი რატო ვზივარ აქ აი რატო ვზივარ რას ნიშნავს ახლა მე არა მართლა მაქვს ხოლმე იმიტომ რომ მე მაშინ შესაძაც
თქვა საჯარო მოხელე რო ვიყავი და ბევრი რამ იკეთები ამ ქვეყნისთვის, რატომ მივედი იქამდე რომ მაგ უამრავი ჯარი მქონდა და მომავალშიც მექნება. ანუ აი აქამდე რა. ცოტა შეურაცხყოფელია ჩემთვის. არა, იმიტომ რომ ამ ქვეყნისთვის მიკეთებია, ნიშნავს რომ მაგ ხალხისთვის ვაკეთებ. მაგ ეგ ხალხი რომ მემტრად მიყურებს, მაგაში ევროპის გასაკვირს ვერ ხედავ. არა, ნუ მაინც სახელმწიფოს ხო აღიქვა რაღაც ჰიპოთეტურად რა. აი ამ სახელმწიფო არ არის ის სახელმწიფო, რომლისთვისაც მე ეს ანუ არ მივიღოთ პირადად. არა, აბსოლუტურად ეს რა ვიცი, იმსახურებ რა. ის როგორ არის რაღაცეები, ეხ დღეს დამარცხება მოგებაზეც ხშირად საუბრობ ხოლმე, ანუ რაღაცეები უნდა მიიღო, ისაც გეკუთვნის, ცუდიც უნდა მიიღო, რაც გეკუთვნის. ანუ თუ წვიმა არის, უნდა დასრულდე, რა ვიცი, ამას ნერვების მოშლა არ შეიძლება. თუ ესეთი სახელმწიფო არის, რო არ მდევნოს, იქნება უცნაური. ან მაგაზე უფრო უნდა ინერვიულო. იმის კი არა, რომ ძალით ადევნინო თავი, უბრალოდ რაღაცნაირად ის რომ რატო დამემართა, შეიძლება ნორმალურ სიტუაციაში გაგიჩნდეს ეგ შეკითხვა, მაგრამ ამ სიტუაციაში რომელიც არანორმალური არის, იმიტომაც დაგემართ რომ ის ხარ, ვინც ხარ და ისინი არიან ისინი, ვინც არიან. თქვენ ამას პატივად თვლით? პატივი, ანუ დიდი სიამოვნებით ავირიდებდი, ვიცხოვრობდი ქვეყანაში, სადაც არ მომიწევდა სასამართლოში ყოფნა. თუმცა არა, იმიტომ რომ რაღაცა დავზიანდი მორალურად. უბრალოდ ის სახელმწიფო, რომელიც მე, იმიტომ რომ სახელმწიფო სათხედავ, ხო, ყოველდღიურობაში პატრულში თუ გაგიჭირდა სასამართლოში და რაღაც სერვისებში. სხვაგან სახელმწიფო არ ჩანს, ხო? და სასამართლოში რაც ვნახე, აი მაგას ჯობდა არაფერი არ მენახა, იმიტომ რომ ეს იყო რაღაც მოსამართლე, რომელიც ყველა არგუმენტზე რომ საინტერესოა და მე ვიცი რომ მართალი ვარ და მაქვს არგუმენტები ამის კანონი მაქვს, რომლიდანაც მე ვლაპარაკობდი და ყველა არგუმენტი კანონზე მქონდა დაფუძნებული და აბსოლუტურად ცივსისხლიანად ისე მცხენოდა ამ გამოცხადების დროს. იმიტომ რომ სულ წარმომედგინა რომ აი როგორ მისვლაც არ მინდოდა, იმიტომ რომ არ გაუჭირდეს ადამიანს, რომ ისა რაღაცა მე გამომაცხადოს დამრღვევად, ხო? მაგრამ ისე ცივსისხლიანად ჩაარიხინა განაჩენი და იმდენად არასწორი სამოსამართლეო რაღაცა გამოიყენა, რომ მე პირველმაც და მეორე ინსტანციამაც რა, რომ უკვე ის მაგ რა, რომ ოკეი, ეგ არის რა და რაც იქ ვნახე, ეგეც სახელმწიფოში კი კარგი ხალხი უნდა იდევნებოდეს. დღეს რასაც უყურებ ახლა თქვა პატიმრები ვინც არიან, სამწუხაროდ ეგეთი პატრიოტები ესეთ სახელმწიფოში, სადაც პატრიოტიზმი, ბიუჯეტიდან ფულის მოპარვა არის საკუთარი ოჯახისთვის, რა თქმა უნდა ამოვარდნა იქნება და რა თქმა უნდა დევნილები იქნებიან, ხო? ცოტა რაღაცა დავშვიდდი ხა. სამწუხაროა, მაგრამ ეგრე არის რა, ხო და აი შეკითხვა რას თმობს და რამდენს დათმობს. ჯერტი ყველაფერს დათმობს, იმიტომ რომ რაც უფრო დააპატარავებ ადამიანს, იქ სულ იქნება მაინც თავისუფლების რაღაცა სივრცე. მაგალითად, თუ დაუპატარავებ და ეტყვი რომ სამაგიეროდ შენ შეგიძლია სუფრა იქ გამართო სადაც გინდა, მან ნახავს თავისუფლებას და იტყვის რომ ესე არის. მაგალითად, დისიდენტები ციხეში პოულობენ თავისუფლებას და ეხლა წარმოიდგინეთ რომ მთელი სახელმწიფო ციხე არის და უბრალოდ ამ ადამიანს ეუნები ვიღაცებს ეუნები რომ აგერ რაც გინდა ისაკეთე, ხო ის ხო კედლებს ვერ ხედავს რა უბრალოდ რა და ფსიქოლოგიურად შესაძლებელია მაგის გაკეთება. თავარია რომ დაათმობინო აი პირველი ნაბიჯი, ანუ პირველი სადაც მან ხელი უნდა მოიქნიოს, არ უნდა მოიქნიოს. ეგ თუ გააკეთა, მე ყველაფერი მიყვება აბსოლუტურად, ყველა უფლებას დათმობს და ყველა არ ვიცი, არაფერი აღარ დარჩება საბოლოო ჯამში. მაგრამ მნიშვნელოვანია მშვიდობა ახსენეთ, რომ ეგ ახსნათ ძალიან კარგად, რომ ესენი მშვიდობაზე არსაუბრობენ, მშვიდობას ამბობენ, მაგრამ მშვიდობაზე არ საუბრობენ რა. მშვიდობიანობაზე საუბრობენ. ეს მეორე ტერმინი არის, რომელიც განსხვავდება იმისგან, რაც ვახსენე. იმიტომ რომ ნამდვილი მშვიდობა არის ის მშვიდობა, სადაც ნებისმიერი მოქალაქე, ნებისმიერი თავს გრძნობს დაცულად, უსაფრთხოდ და რაც თავარია, ომის ნებისმიერი პერსპექტივა არის გამქრალი. კანტი ამ დასაწყისში ვახსენე, ხაც მინდა თქვა, მის ერთ ნაშრომში, რომელიც ასევე ჰობს და ლოკს ეხება, იმიტომ რომ ბუნებით მდგომარეობას ახსენებს. ზუსტად ამ პრინციპს განიხილავს, რომ როგორ უნდა დამყარდეს მშვიდობა, მარადიული მშვიდობისათვის გონია ასე ქვია. ტექსტს რა პრინციპებს უნდა ექვემდებარებოდეს რაღაცა ხელშეკრულებები, მაგალითად სახელმწიფოს შორის, რაც იქნება უზრუნველყოფელი მშვიდობის. პირველი აქვს ეს რესპუბლიკური მმართველობა, მაგალითად, ხო, რომელიც წარმომადგენლობითია, ძალაუფლების დანაწილება და ასე შემდეგ. მაგრამ ერთ-ერთ ეს რამეს ამბობს, რომ მშვიდობა ან რაღაცა პაქტი როცა იდება, ზავი მაგალითად, ხო, თუ იქ რამე პირობები დევს, რომელიც მომავალ ომს მოასწავებს, მაშინ ეს არ არის მშვიდობისთვის დადებული ხელშეკრულება. ეს არის უბრალოდ გადავადება იმისაც აუცილებლად მოხდება. მშვიდობაზე ვერც ერთის ქართველი საერთოდ ვერ ისაუბრებს, ვერც ერთ სიტუაციაში, სანამ რუსეთის ჯარი დგას სახელმწიფოში. ეგეთი რამე არ არსებობს. ანუ ჩვენ რო ხვალ სამშვიდობო შეთანხმება გავაფორმოთ რუსეთთან და რაღაცებს მოაწეროთ, ხა იმათაც რამე მოაწერონ, თუ იქ ჩვენ სამუდამოდ არ დავთმობთ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს და ისინი არ თქვენ რომ ჩვენი არის, ხო? ანუ იმათმა რომ გამოაცხადონ რომ ჩვენია და ჩვენ არ თქვათ რომ არ არის ეგ თქვენი, ხო?
საქართველოს მშვიდობა არასდროს არ არ ხო, ნათქმა. იმიტომ რომ ჩვენ ამას აღვიქოთ როგორც ჩვენთვის წართმენულ ტერიტორიას და როგორც კი შესაძლებლობა გვექნება 100 წლის მერე რო იყოს, იმას გავაკეთებთ, რაც გასაკეთებელი. ამიტომაც ნებისმიერი ხა ამათი წარმოსაყვა ამდენი წელია საქართველოში არის მშვიდობა არ არის საქართველოში. წელიწადში ერთხელ ადამიანს გვიკლავენ, ხო? ანუ საზღვარზე იტაცებენ, მე რაღაცებში გვიცვლიან, ეს რანაირად არის მშვიდობა. მშვიდობიანობა არის. ხო და აი მაგას თუ განვიჯნავთ ერთმანეთისგან აღმოაჩენთ, რომ სინამდვილეში ესენი დროებით მშვიდობიანობას თავაზობენ მოქალაქეებს, რომელიც აუცილებლად კატასტროფულად დამთავრდება. დაახლოებით იგივეა, რო ვარდებოდე სართულიდან, რომელიც მეცხრე სართულიდან და ამბობდი, რომ მივფრინავ რა, ანუ გაავს ფრენას, მაგრამ არ არის ფრენა, ხო? აუცილებლად იატაკი არის ბოლოს, მიწა არის, რომელზეც დაენარცხები. ჩვენ რუსეთთან დღეს არ გვაქვს ომი, მაგრამ მშვიდობა საქართველოში არის. ძალიან მნიშვნელოვანი არის ამის გაცნობა. რადგან ჩვენი დრო ამოიწურა, მოდი ამ კითხვას დაგისვათ და ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ამას ალბათ ყველა სტუმარს ვკითხავ, თქვენი გადმოსახედიდან რა არის ის პირველი ნაბიჯი ამ ფიქრი, როდესაც მოქალაქე აქტიურდება და რეალურ სახელმწიფოს მესაკუთრედ გადაიქცევა და ფიქრობს, რომ მე უნდა ვიმოქმედო, მე უნდა ვიყო აქტიური და მოკლედ როგორ გავუჩინოთ მოქალაქეს ამბიცია? ორი გზა არსებობს. პირველი, რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან უნდა აკეთებინო რაღაცები საკუთარი თავისთვის. სკოლაში უნდა იყოს პროექტები, რომელიც ზრუნავს გარემოზე და ზრუნავს არამის უშუალო გარემოზეც კი, ხო? ანუ უნდა დააწყებინო კლასის დალაგებით, მე გადახვიდე სკოლის რამე გაკეთება, მე უბნისთვის და მე ერთხელ წახვიდე და პარლამენტი ნახო ექსკურსიაზე, რომ არა, ჩვენი პარლამენტი ჯობია ბავშვს არ ნახო. არა, ხანდელს აღგულის ხო, ნამდვილი პარლამენტი წაიღო. მალე გვექნება იმედი. კი, საწოლად. ხო და ნუ ერთი ეგ არის რა, მნიშვნელოვანი რომ დემოკრატია უბრალოდ ფურცელზე არ იყოს რა, რომ მოქალაქე უკვე როგორც კი საარჩევნო ხმის უფლება ექნება, უკვე დახვდეს გამზადებული, იმიტომ რომ იცის რას ნიშნავს, თქვათ, უბანზე ზრუნვა, იმიტომ რომ თავის კლასში როცა რაღაცა იატაკი აძვრა, ფანდრაიზინგი გააკეთა, თვითონ გააკეთა, ბიძამის თხოვა, ჩართობა, მოკლედ. ეს არის ბავშვობიდან უნდა დავიწყოთ. კი, სხვა უბრალოდ გამორიცხული არის, რომ და ჩვენი წარმოდგენა არის, რომ აი ყველა კარგი ადამიანი, კარგი მოქალაქეც იქნება აუცილებლად. არ არის მასე, რა მოქალაქეობა ნიშნავს რაღაცა დროის გამონახვას სხვისთვის რამის კეთებისთვის რა და თუ ეს ბავშვობიდან არ აკეთებინე და რაც მნიშვნელოვანია, საკუთარი თავისთვის რამე კეთება, ანუ სხვაზე სანამ გადახვალ, ჯერ საკუთარი თავისთვის რამის კეთება უნდა ისწავლო რა. და დღევანდელ მოქალაქეს რო უყურებ, რომ რაღაცა ორმო არის და სანამ მუნიციპალიტეტი არ მოვა, ამ ორმოში არავინ არაფერს არ ინტერესდება, ხო მანქანას ურტყავს და აგინებს თავრობას, ხო? დეტოკვილი, რომელიც ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ტექსტი არის დემოკრატია ამერიკაში, რომელმაც იმოგზაურა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეგეთ რამეს წერს, რომ ძალიან უცნაური ხალხი თვითონ ფრანგი არის და უცნაური ხალხი არის, რომ მთავრობას უცნაურად უყურებენო რა, თქვა რაღაც ხიდი რო გაფუჭდებაო, სანამ წერილი მივა მთავრობამდეო, ეს ხიდი უკვე გაკეთებული აქვს რა, ხო და ეგრე უნდა მუშაობდეს, იმიტომ რომ ეს როგორც კი იგვიანებს, ეს საზოგადოება შეჭამს უბრალოდ ეთქვის, რომ რა ვიცი, გადაგისტა რა, ბევრად უკვე გავაკეთეთ ჩვენ. მეორე, რაც ძალიან უცნაური არის გამოფხიზლება არა, იმიტომ რომ უნარები გაქვს, არამედ იმიტომ რომ სხვა გზა არა გაქვს და სამწუხაროდ ეგეთი ბევრი გვინახავს. ჩვენ როცა ვამბობდით, რომ აი შენ შეგეხება და მე რეგვიანი იქნება, რამდენი ვნახეთ ახლა ამ წლების განმავლობაში? და ბევრსაც ვნახავთ. კი, აუცილებლად, ხო ეს იქნება პროპაგანდისტები, თუ ეს იქნებიან თქვა სამთავრობაზე მომუშავე ხალხი, რომლებიც ადრე ამბობდნენ, რომ ეს ჩემი საქმე არ არის. და ეხლა დგანან ქუჩაში, ხო? ამასინათ ერთი მოსწავლე, რომელიც ხშირად მეკამათებოდა რაღაცა სახელმწიფო მოწყობაზე, ხო? რაღაც დემოკრატიის გავდივარ ჩვენ იქ. მოვიდა ამას წინათ, რომ ჯარიმები გაზარდეს, რაღაცა მოგვივიდაო ძალიან ბევრი ჯარიმაო რა და მგონიო რაღაც ისე არ არის რა. არ და მოდი ვთქვათ, ეგ ჯარიმები ბევრი საერთოდ არ არის მოსაჭრელი. იმასთან შეიძლება ზოგიერთს ვარსადავასახე. ხო და ძალიან მშვიდად ვიღებ ხოლმე მე პარკირების ჯარიმებს უკვე ისეთი თაღე. ნოლები აკლია. ხო და აი როგორც კი დიდი ჯარიმა შეეხება ვინმეს, ხო? ანუ უცებ გამოახელს და იწყებს გააზრებას სახელმწიფოს შესახებ. ძალიან ცუდი მაგალითი ალბათ, მაგრამ არ ვიცი, რა ნებისმიერ ხელსაწყო გაფუჭდება, მე აღმოაჩენთ, რომ აქ თურმე ეს გუბკა თუ რაღაც ბამბა და შიგნით მიკროფონი აქვს და იქ ანუ ხელსაწყოს იკვლევ მაშინ, როდესაც ის ფუჭდება და სამწუხაროდ მოქალაქისთვის გაფუჭებული სახელმწიფო, როდესაც თვითონ ზიანდება. ამ ეტაპზე ვართ ახლა ჩვენ, ხო? ხო, ანუ ეხა უფრო და უფრო მეტი ადამიანი ნელ-ნელა დაიწყებს ზემოთ ხედვას და იმის გარკვევას, რომ თურმე თუ გახსოვთ ერთი გოგო იყო
რომელმაც პირბადით გაიარა რუსთაველზე. და ის ამბობდა, რომ დაიცა აქ რა პირბადით სიარული არ შეიძლება და როდის გაიგო, როდესაც კონცერტიდან მიდიოდა სახლში და როცა თვითონ შეეხო, უცებ აღმოაჩინა, რომ მის სახელმწიფოში ხომ არა მისმა მეგობარმა თქვა, მე არ მაინტერესებს აქცია თავარია მესაჭმელი მქონდესო და გაიარა. და იმედია მასთანაც მივა რეჟიმი. არასდროს აღარ მინიმუმ ეგ ინფორმაცია უკვე სადღაც მივიდა, რომ საქართველოში პირბადის გამო შეიძლება გაგაჩერონ. ხო, უკვე იმ გოგომაც იცის და მისმა დაქალმას და უკვე ძალიან ბევრმა მისმა ნაცნობმა, რომელიც ეს ვიდეო ნახა. ამიტომ ეგ გააქტიურება არის ძალიან მტკივნეული სამწუხაროდ, მაგრამ ისევ საბედნიეროდ ესენი ისეთ გზით მიდიან, რომ გარდაუვალი არის, რომ უფრო და უფრო მეტი მოქალაქე გამოფხიზდება და დაიწყოს კრიზისი შოქს ფაქტიურად მოქალაქე. კი, ეგრე არის. ეგრე იქნება ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო საუბარი იყო, თან აქტუალური, იმიტომ რომ დღევანდელ ესე რომ ვთქვათ, მდგომარეობას ვაანალიზებდით სწორედ ამ სოციალურ კონტრაქტის ჭრილში და დიდი მადლობა ლევან თქვენ. მადლობა მოწვევისთვის.